დილამშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს შაბათია, დილის 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ TV პირველის პირდაპირ ეთერი იწყება დილის ლაივით. წარმატებულ შაბათ დღეს გისურვებთ და ყველაფერს საუკეთესოს. წარმატებული იქნება შაბათი დღე, რა თქმა უნდა, თუ იქნებით ჩვენთან ერთად დილამშვიდობის დილის ლაივი თქვენთან ერთად 2 საათის განმავლობაში იქნება. მე და ჩემი შეუცვლელი და განუმეორებელი ჩემი და თქვენი ბაჩო კაჭაია. რა თქმა უნდა, მოგიყვებით ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს ჩვენს თანაწამყვანებთან, ჩვენს სტუმრებთან ერთად და იმ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ზრუნავს მხოლოდ იმაზე, რომ ძალიან საინტერესო ეთერი გქონდეს და ყველანაირი თავმდაბლობის გარეშე გავვნებით, რომ აუცილებლად დარჩეთ დღეს ჩვენთან ერთად, რადგანაც უამრავ საინტერესო ამბავს გაიგებთ. უამრავ საინტერესო ამბავს, რომელსაც დავიწყებთ აუცილებლად ამინდის პროგნოზით და სანამ ანას შევეხმიანებით ზაქაშვილს, მანამდე მე აი შემოყოლა. როგორ იცი რა, ენერგიულად დილა განწყობაზე როგორ დამაყენო რა. ანა დილამშვიდობის მოგესალმებით, აბა გითხარი როგორი ამინდი გველოდება სრულიად საქართველოში და ჩვენს დედაქალაქში. ანა ამინდის კარგი უნდა გითხრა აუცილებლად. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ანა დილამშვიდობის. დილამშვიდობის ბაჩო ხატია, მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, აუცილებლად კარგი ამინდი უნდა მოგიყვეთ დღეს და გაგაცნობთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს. დღეს დასავლეთ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ღამის უმეტესად უნალექოთ, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელი არის ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 10-15 მეტრ/წამის სიჩქარით. არის ტემპერატურა დაბლობში ღამით +11-დან +16 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +26 +31 გრადუსი იქნება. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა +6-დან +11 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +24 +29 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები. ღამით უმეტესად უნალექოთ, დღის მეორე ნახევრიდან კი ხანმოკლე წვიმა არის ელჭექით ნავარაუდები, შესაძლებელი არის მცირედი სეტყვაც. ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 10-15 მეტრ/წამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით +10-დან +15 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +25 +30 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით +5-დან +10 გრადუსამდე დათბება ჰაერი, დღისით +23 +28 გრადუსი არის ნავარაუდები. გადავიდეთ ქალაქებზე და დავიწყოთ სოხუმით, სადაც დღეს 27 გრადუსს და მზიან უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. 30 გრადუსი და ასევე მზიანი დღე იქნება დღეს ზუგდიდში. ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღეს 29 გრადუსამდე დათბება, ქობულეთში კი 28 გრადუსი არის ნავარაუდები. 28 გრადუსი და ასევე მზიანი და უნალექო დღე იქნება დღეს ბათუმში, ხოლო ახალციხეში 27 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა დღის მეორე ნახევრიდან ნავარაუდები. ქუთაისში დღეს ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე დათბება, უნალექო ამინდს ელოდებიან სინოპტიკოსები. მესტიაში კი 20 გრადუსი არის ნავარაუდები, დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. წვიმიან ამინდს ელოდებიან სინოპტიკოსები დღის მეორე ნახევრიდან ამბროლაურში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე დათბება. ცხინვალში კი ასევე 27 გრადუსი და მზიანი უნალექო დღე არის ნავარაუდები. გორში დღეს ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსამდე დათბება, დღის პირველ ნახევარში მზიანი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო მეორე ნახევარში შესაძლებელია გაწვიმდეს. თელავშიც 28 გრადუსს ელოდებიან სინოპტიკოსები და მსგავსი პროგნოზი არის თელავშიც მოსალოდნელი. რაც შეეხება რუსთავში დღეს 30 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, დღის პირველ ნახევარში მზიანი დღე იქნება, ხოლო მეორე ნახევარში აქაც წვიმიანი ამინდი არის ნავარაუდები. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისს, მზიანი დღე გათენდა თბილისში, დღის განმავლობაში ასე გაგრძელდება, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან უფრო საღამოს საათებში ჩვენს დედაქალაქშიც მოსალოდნელი არის ხანმოკლე წვიმა. ასეთი ამინდი გვაქვს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შაბათ დღეს. მე აქ დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, ხვალამდე და ხვალ კვლავ გაგაცნობთ ამინდის პროგნოზს და სტუდიაში ჩემოგერთდებით საინტერესო თემით. ანა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი ძალიან სასიამოვნო პროგნოზისთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურები და ზედ გვაქვს და წვიმაც. ზედ გვაქვს წვიმაც და გაგაფრთხილდეს ყველაფერი და ანა, რო დავინახე პირველად, ჯერ მეგონა დისნეილენდში იყო უცებ ისეთი უმეტესი კადრი. და მე სად გადავედი? წინ დგასო, ნახე დაინახე. სოლოლაკი და აბანო თუბანი, აი იმიტომ ცეკვა. ძალიან ლამაზი ხარ ანა, წარმატებული და დღეს გისურვებ, მადლობა ამინდის პროგნოზის გაცნობისთვის.
და რა გველოდება შემდეგ ჩემო? იცი რა მაინტერესებს, შენ რომ მოდიხარ ხოლმე დილაობით, რომ შემობრწყინდები და შემობრწყინდები ხოლმე, მაგას შემობრწყინებას ეძახი. ნამდვილად შემობრწყინდები და არომატებს დააფრქვევ ხოლმე საგრემიოროში და პირველი რომ სარკესთან მირბიხარ, იმიტომ რომ მე ვზივარ მაკიაჟზე და ვერ დაჯდები იქ სანამ მე არ მოვჩები. კი ბატონო. და დიდხანს გიწევს ლოდინი. უნდა ვიყო კულტურფელი. სარკესთან რომ გაქანდები ხოლმე და თმას რო ისწორებ შენით. ხო. და რო გიყვარს ხოლმე შენით თმის ლაკის შესხურება. სახშიც შენ თვითონ იკეთებ ვარცხნილობა? თავისთავად ცხადია. ანუ შენ თავს შენ თვითონ ეყუდ. აი რატომ მაინტერესებს იცი? ესე იგი მაკა გამოთავისუფლებულია შენ. ამ შემთხვევაში კი. არიან ადამიანები ვინც ამ თმას ვერაფერს ვერ უხერხებს. მეც ხანდახან ვერ უხერხებ ხოლმე და მოკეთ მაქვს მთელი რიგი ბრძოლები საკუთარ თავსთან და თმასთან განსაკუთრებით თმაში, როცა მეჩქარება ძალიან და თაკოს აზინა. ხო. უნდა გვასწავლოს გოგოებს, არა მარტო გოგოებს. სახლის პირობებში ვარცხნილობა როგორ უნდა გავიკეთო. აი მე ძალიან მაინტერესებს არა მარტო გოგოებში თუ გაამართლებს ახლა მე მგონი რომ მარტო გოგოებს გასწავლებს. რატომ ნახოთ იქნებ ისეთი ვარცხნილობა იყოს, რომ ჩვენც მოგეწონოს. რაღაცა ნაწილი, თუნდაც წინამოსი. კი ბატონო, კი შეიძლება. წინამო ხო იცი რა არის? ეგრეთ წოდებული ჩოლკა. კი ბატონო, კი ბატონო. ნახოთ შევეხმიანოთ თაკოს და ჩვენს არაჩვეულებრივ რუბრიკას Beauty Lines ჩავუჯდეთ და ვიყურებთ. ჩავუჯდეთ. რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. დილამშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის რუბრიკა Beauty Line თაკოს აზინასთან ერთად და მე დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო და სახალისო თემით. მინდა გასწავლოთ ერთი ხრიკი, როგორც იცით, თქვენ ხრიკები ძალიან გიყვართ და ეხლა მე გასწავლოთ ხრიკი თუ როგორ გავიკეთეთ ძალიან ლამაზი ვარცხნილობა დილით ზუსტად 1 წუთში. ოღონდ რა თქმა უნდა ამ ვარცხნილობას არ გულისხმობ. აი ხომ მქონიათ ესეთი შემთხვევა რომ დილით მივიდეთ ძალიან ყველაფერი გაკეთება და ზუსტად აი ასეთი შემთხვევებისთვის არის ეს ხრიკი. მოკლედ, პირველ რიგში სანამ ვარცხნილობას გაჩვენებდეთ, ჯერ გაჩვენებთ აი აქამდე როგორ მოვედი. პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში ყოველთვის ვიბარ ხოლმე თავს წინა ღამით დაძინებამდე. გუშინ გამოვიყენე ეკვილიბრას თმის მოლის საშუალებები, შამპუნი, ნიღაბი და კონდიციონერი, სხვადასხვა პირველად გამოვიყენე ეს პროდუქტები. შემადგენლობა აქვს ძალიან საინტერესო. არის 98%-ით ორგანული პროდუქტები და შეიცავს ალოე ვერას ექსტრაქტს. ვიდრე გიყვართ ალოე ვერას ექსტრაქტი, თუმცა ძალიან მოგეწონებათ. ვიზუალურადაც ძალიან საინტერესო, მთლიანად გამჭვირვალე პროდუქტია და აქვს უფრო დამატენიანებელი მოქმედება. მე როგორც იცით, მშრალი კანი მაქვს, ხშირად ვიღებავ ხოლმე და ვფიქრობ ძალიან მომეწონება ეს პროდუქტი. ეს არის შამპუნი მოკლედ. შემდეგი არის კონდიციონერი, რომელსაც აქვს შედარებით უფრო სქელი კონსისტენცია და ბოლოს არის ნიღაბი, რომელსაც აქვს უფრო ინტენსიური კონსისტენცია და როგორც ანოტაციაში უწერიეთ, ძალიან ინტენსიურად კვებავს თმას. ღამით, როდესაც ვიბან თმას, ვიშრობ ფენით დაახლოებით 80%-ით მთლიანად არა და თან ვივარცხნი, რომ შედარებით გასწორდეს. ამის შემდეგ თმას ვიყოფ ორ ნაწილად და აი ასეთი სილიკონის ჭხირების დახმარებით ვიხვევ თმას შიგნიდან. როგორც გითხარით, შეგიძლიათ იმ კადრებს გადაადოთ, ზუსტად მოქვს იქ ახსნილი. გააგრძელე. მთელი ღამით ვიჩერებ ამ ჭხირებს, სხვადასხვა ძალიან კომფორტული ამით ძილი, არ გეგონოთ რომ დისკომფორტი მოქვს და დილით როგორც კი მოვიხსნით აი ამ ჭხირებს, გვექნება ძალიან ლამაზი, ტალღოვანი, სუბუქი ხვეულები, თითქოს სალონში გაქვს გაკეთებული და მოდით ეხლა ვნახოთ ერთად რამდენად გაამართლებს ეს ხრიკი. აბა მოვიხსნათ და ვნახოთ, ეს ჭხირები არის ჩვეულებრივი, თუმცა ზემოდან მაქვს სისქისთვის გამოყენებული, აი ნახეთ, ჩვეულებრივი ჭხირებია, უბრალოდ სისქისთვის მაქვს გამოყენებული ჩვეულებრივი წინდები, იმისთვის რომ უფრო სქელი ხვეულები მივიღო. შეგიძლიათ მხოლოდ ჭხირები გამოიყენოთ, მხოლოდ და შეგიძლიათ რაიმე ნაჭერთან ერთად. მოდით მეორეც დავიშალოთ.
და ვნახოთ რა მივიღეთ. ეხლა დავივარცხნი სავარცხლით. სუბუქად მე მიყვარს როდესაც ცხოველები არის დაშლილი. თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ არ დაივარცხნოთ და პირდაპირ თითებით დაიშალოთ. ასეც ძალიან ლამაზი ეფექტი აქვს. აი ასე. და ეხლა გამოვიყენებთ თმის ზეთს. ნებისმიერი თმის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ესეც იმისთვის, რომ აი ეს აფუებულობა დააგდოს და თმას ბზინვარება მიენიჭოს. გადავინაწილოთ ზეთი ხელებზე და შევიზილოთ თმის ბოლოებში. გაითვალისწინებთ ბოლოებში, გაითვალისწინებთ მხოლოდ ბოლოებში და არა ძირებში. იმიტომ რომ ძირებში თუ შეიზელოთ, შემდეგ მოცულობას დააგდებს და ამ ვარცხნილობის მთელი სილამაზე იმაშია, რომ აქვს დიდი მოცულობა. ესეც ჩემი ვარცხნილობა, რომელიც ზუსტად ერთ წუთში უკვე მზადაა. სხვათა შორის მსგავსი ვარცხნილობა ძალიან კარგი იქნება ზაფხულში, ზღვაზე, აუზზე. იმედი მაქვს, ძალიან მოგეწონათ ჩემი ხრიკი და თქვენ კარგად გამოიყენებთ. მოკლედ, ეს იყო ჩემი დღევანდელი რუბრიკა. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და გისურვებთ ბედნიერ კვირას. რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. დიდი მადლობა თაკოს. ხედავ აფუებულობა როგორ გასწავლათ. აი ხო გითხარი რომ მარტო ქალბატონებისთვის იქნება სავარაუდოდ მეთქი, იმიტომ რომ ეს წინამოები რაღაცნაირად მე არ მიხდები. წინამო ხო, ეს აფუებულობაც რაღაცნაირად ვერ მოკლედ მას თმები ხო შეიძლება. მოკლედ მას შეხლა დაიხვიო და ეს შედამერე თმის ხო არ ვიცი მე ყოველ შემთხვევაში გამიჭირდება. ხო ისწავლე რაც თავარია. არა ვერ ვისწავლე. ვერა, სხვათა შორის აი თაკოს მეც ვეთანხმებ, იმიტომ რომ უმეტესობა მაინც იძახის რომ თმის ზეთის სულ თმაზე უნდა შეიზილო და მეც მშრალ თმაზე მომწონს უფრო და კომფორტულია ჩემთვისაც. აი ამაშიც გავართმე და თაკოს ჩემი და თაკოს გემოვნება დაემთხვა ერთმანეთს. ნუ ერთი კვირით ვიმშვიდობებით ჩვენს თაკოს და მომავალ შაბათს კიდევ ვიცი რომ ძალიან საინტერესო თემას მოგვიმზადებს. მანამ კი ესეთი კითხვა არსებობს ჩემ ხატია. შენში? ვიცი რა არის, არა მარტო. ძალიან საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ საუბარი, მაგრამ მანამდე კითხავ რომ აი რამდენად არის შენთვის ადვილი, ან რამდენად არის რთული პატიება რაღაცების ადამიანების მიმართებაში. იცი რა, მარტივიც და რთულიც, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა ზღვარი, წითელი ხაზები, რომლის იქეთაც ალბათ პატიობა არ არსებობს ჩემთვის. და არსებობს რაღაცა, რომელიც აუცილებლად უნდა აპატიო ადამიანს და მისცეს საშუალება, რომ მოიენანიოს და თუ აღიარებს შეცდომებს, უნდა მისცე ამის შანსი. ესე ადვილად არ უნდა დაკარგო, მაგრამ არსებობს რაღაცა, ესი პატიებაც ჩემთვის წარმოუდგენელია. რაში გაინტერესებდა? რაში მაინტერესებდა და ჩვენი არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე შემოგვიერთება ახლა, რომელიც ამ თემას გაშლის და ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო მომზადდა ირმა დილამშვიდობის ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება წინ. სულ სიმღერა მახსენდება მაპატია შეცდომები. იცი რა მაინტერესებს? ბაჩომ ისეთი რაღაცნაირი კითხვა დამისვა ამ დილას არ ვიყავი მზად და უცებ ვიფიქრე პასუხი გულწრფელი როგორც ყოველთვის და იგივეს ვკითხავდი. შეგიძლია პატიება? რავი კი ალბათ იმ შემთხვევაში და შემთხვევებით შენ ახსენებ შემთხვევა რა კონკრეტულად არ გითხავს, მაგრამ აი რაღაც ალბათ რასაც უბრალოდ ვერ შეძლებ ან იმუშავებ შენ თავზე და იმასაც შეძლებ და ასე შემდეგ. ხო, საკუთარ თავზე მუშაობა არც მე არ მაწყენს და კიდევ უფრო მიმტევებელი ვიქნებოდი, მაგრამ არსებობს რაღაც თემები, რასაც ვერაზოდეს ვერავის ვერ აპატიებ და ალბათ ზოგადად რა არის აი ეს პატიება ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნება. რატომ გადავწყვიტეთ რომ არ უნდა ვაპატიოთ, არ უნდა ვაპატიოთ, ეს რა ფენომენია, რა შეიძლება ამაზე ითქვას და საერთოდ საპატიებელი და არასაპატიებელი ასე ვთქვათ თამასები საიდან დგინდება და როგორ არის? ხო. დღეს რო გადავწყვიტე ამ თემის მომზადებად, მეგობრებო, თქვენთვის მივხვდი რამხელა ესეთ დიდ მოცულობით მდგომარეობას ვეხებოდი და შესაბამისად შევეცადოთ ახლა ისეთი პოსტულატები შემოვიყვანოთ ჩვენ ცნობიერში, რომ ამ თემაში ცოტა მაინც გქონდეს ორიენტირი, ხო? ბევრი დაშვება არსებობს პატიებასთან მიმართებაში. არის ესეთი სიმღერაც ხო ყველაზე ცნობილი, რომ ასე ინგლისური Please forgive me. კი, ან პატია ყველაზე რთული სიტყვა, რაც კი შეიძლება ადამიანმა თქვა, sorry, ხო? თუმცა
ბევრი კულტურალური ასპექტი არსებობს ამასთან მიმართებაში და ის კულტურალური დაშვება მაგალითად თუ პატიობთ, ესე იგი ეს ჩვენი სისუსტის მაჩვენებელია და მაგალითად რაღაცა არ უნდა მივიღოთ სხვა ადამიანის ესეთი ქცევა. არის რელიგიური მიმართებები, რომ ყველას ყველაფერი განურჩევლად უნდა ვაპატიოთ. ხო, არის რაღაცა ხო, თუ ერთ ლოყაზე, ანუ არის რაღაცა მოცემულობები თითქოს, რომლის შესრულების ვალდებულებაც ან ასე გვაქვს, ან ისე გვაქვს და მე ადამიანი ძალიან ხშირად ხდება, როდესაც რჩება საკუთარ თავთან მარტო, თითქოს არ იცის რაზე დაეყრდნოს შინაგანით, იმიტომ რომ სწორედ ეგ რომელი ადამიანი ვინც უნდა აპატიოს თუ ისაც უნდა აპატიოს? ვინც უნდა აპატიოს, ხო, ხშირად კარგავს იმ საყრდენ წერტილს, საიდანაც ის ეყრდნობა რაღაცა მოცემულობას, რომ რა ქნას ახლა, ხო, ეს მოცემულობა მიიღოს, აპატიოს, მიღებასა და პატიებას შორისაც განსხვავება, მიღება არის უპირობო მიღება და მორჩა ამაზე არ ვსაუბრობ, პატიება არის, რომ მე ვაცნობიერებ, რომ შენ შეგეშალა რაღაცა მოცემულობა, მაგრამ მე ამაზე მაღლა ვდგავარ, ხო? და ამითი ჩვენი ურთიერთობა კიდევ როგორც გრძელდება, მთელი თავისი რიგი ფსიქოლოგიური მახასიათებელია. თუმცა არსებობს ფსიქოთერაპიაში და ფსიქოლოგიაში ძალიან ერთი მარტივი პოსტულატი, რომ პატიება არ ნიშნავს გადაყლაპვას, ანუ გადაყლაპვას, ესე იგი დეფრაგმენტაციის გარეშე რაღაცა იდეის ისე მიღებას, რომ მე ვერ გადავხარშოთ, ხო, პირდაპირ ვერ მოვინელოთ, პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა ანუ სულ რო აყვედრი, რჩები ურთიერთობაში, თუნდაც მეგობრულში, მაგრამ სულ რო ახსენე? ნახე, გადაყლაპვის მეტაფორა ფსიქოლოგიურ რაღაცა მიმღებლობაში არის, რომ შენ რაღაცა ცუდი გააკეთე და მე ეს გადავყლაპე გაცნობიერების გარეშე. ანუ ისე მივიღე, რომ ჩემ თავს ვაზიანე, ანუ რაღაცა ამბავი, მოცემულობა, რომლის გადახარშვის უნარიც მე არ მაქვს, ისე მივიღე და გადავყლაპე, პირდაპირ ამ ტერმინს იყენებენ ხოლმე, რომ შემდეგ ვეღარ გავუმკლავდი ამას და საკუთარი თავი დავაზიანე. ხო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ სწორედ ის სხვა არის, სად დგას ჩემი ღირებულებები, აი სად არის ის წყალგამყოფი და გამყოფი მოცემულობა, სადაც ჩემთვის მიუღებელი, ან ის ინფორმაცია, რომელსაც მე არ ვეთანხმები, რაღაცნაირად უნდა თანაარსებობდი. ამიტომ ხო არსებობს რამოდენიმე ესეთი უპირობო მიმღებლობის ქრისტეს მეტაფორა, რომ აი რაღაცა ჯვარზე გაკრულიც კი ითხოვდა, რომ შეუნდე არიციან რას აკეთებენ. ან ნელსონ მანდელას ყველაზე ცნობილი მომენტი, რომ 27 წლიანი პატიმრობის მერე თვითონაც შეუნდოდა, ესე ვთქვათ, აპატია, ხო, რაღაცა თავის ჯალათებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატიებასად დროს საკუთარ თავთან არ დავკარგოთ ის ღირებულებათა სისტემა, რომელიც ჩვენ რაღაცა პიროვნულ საყრდენს ქმნის, ხო? აი, მე კი რაღაცა მივიღე, მაგრამ ბაჩო ემზადება კითხისთი. იცი რა არის? ესეთი კითხვა მაქვს და ამავდროულად რაღაცნაირად შეიძლება ჩემი ვარაუდის თუ ჩემი რაღაცნაირად შეხედულებაც გავაზიარო ამ კითხვასთან ერთად. ხომ არ არის პატიებასა და ვერპატიებას შორის საბოლოო ჯამში გჭირდება განსაზღვრო мотиваცია მისი, ასე ვთქვათ, შენს მიმართ თუ ზოგადად რაღაცა სიტუაციის მიმართ, შენი შეფასებით არის თუ არა ეს საპატიებელი და თუ კი ჩათვლი რომ საპატიებელია, ანუ რაღაცა შეცდომა სხვისი მის ამ შეცდომის მიმართ შენი შეხედულება რამ გამოიწვია ეს, ანუ რატომ არის ეს დაშვებული შეცდომა იმ ადამიანის მიერ, ხო? ამის ახსნის შემდეგ ბევრად უფრო მარტივი ხომ არ არის და ალბათ არის და თუ არის და თუ არ არის ამის მოსმენაც საინტერესო იქნება შენგან. გაგება მე უკვე იმას აი ღირებულება რომელიც შენ გაქვს და ის დაშვებული შეცდომა რომელიც ან შენს მიმართ ან შეიძლება შენგანაც იყოს ამის მერე უკვე რაღაცნაირად გაცნობიერებულად შეგიძლია უკვე რომ ან გადაყლაპო ეს ყველაფერი და არ დაგაზიანოს, რადგან უკვე გამორკვეულია. დიახ და ან აპატიო იმიტომ რომ შენ იცი мотиваცია ამ რაღაცაი დაშვებული შეცდომის. ეს ალბათ დიალოგის შემდეგ, ხო? კი, აი ძალიან საინტერესო გადახვედი ახლა სწორედ სქემა არსებობს ყველაზე პატიების ესეთი სლაიდზე მინდა რომ ვაჩვენოთ ჩვენ მაყურებელს სქემა რომელიც არის პატიების ესე ვთქვათ ყველაზე ცნობილი რიჩ მოდელი რომელსაც ეს აბრევიატურაა და პირველი ეს არის
იმ შეგრძნების გახსენება და ამ შეგრძნებასთან კონტაქტში ყოფნა, რაც ჩემ თავს ხდება, ხო? აი, პირველი აი ეს დისკომფორტული შეგრძნება რაც არის, აი ეს პირველადვე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეხლა რაღაცა რაც მოხდა, ეს ჩემთვის არ არის კომფორტული. ამიტომ ეს შეგრძნება უნდა გავიხსენო მთლიანი ამ თავისი გათავისებით. შემდეგ არის აი შეეცადე გავუყო, ეხლა რაც შენ თქვი, ხო? აი პირველი რომ დავაფიქსირე, მე რა მჭირს ეხლა, რა შეგრძნება მაქვს და მეორე ემპათიური დამოკიდებულებით, რომ აი კრიტიკის ნაცვლად და უკვე რაღაცა განსჯის მომენტის გარეშე დავიწყო აი ამ სიტუაციის არა წერტილში ყურება, არამედ კონტექსტუალურად მთელი ამ კონტექსტის დანახვა, რა ხდებოდა ამ მოწინააღმდეგეს ისტორიაში, ნუ მეორე ადამიანის ისტორიაში, ამ ქცევამდე, ამ ქცევის შემდეგ, ქცევის ჩათელის რამ განაპირობა. შენ შეიძლება მისი შეცდომის თანამონაწილე იყო. შეიძლება თანამონაწილე ვერ მივიდეთ, მაგამდე არც ვიყო, მაგრამ უბრალოდ ცალკე ისტორია, იმ ადამიანის ისტორია გავიგო, ვისთანაც ვარ კონტაქტში, ხო. შემდეგ არის პატიების აქტი, როგორც საჩუქარი, ანუ აი ამ ჩემ გადაწყვეტილებას, ანუ პატიება არის აქტიური შინაგანი გადაწყვეტილება, აი ეს მინდა რომ ესეთი ხაზგასმული იყოს ჩვენ საუბარში, რომ ეს არ არის ვალდებულება, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომელსაც მე ვიღებ სიტუაციურად. კი, ზუსტად, სიტუაციურად ვიღებ და თუ მე აი ეს მეორე საფეხური ემპათიურობა ეკოლოგიურად გავიარე ხო და ნახე იმ ადამიანის მოცემულობა, აი როგორც აი პირდაპირ ქრისტეს არიციან რას იქმნა. აი თუ შემიძლია აი ესეთი დოზით ვიყო ემპათიური, ვთქვათ, იმ ადამიანების მიმართ. შემდეგ შეიძლება ჩემი აქტიური გადაწყვეტილება იყოს საჩუქარი, რომ მე აი ამ ჩემი გადაწყვეტილებით ჩვენი ურთიერთობის გამოსწორებისკენ ვდგამ ერთ დიდ ნაბიჯს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს გქონდეს ცნობიერი უფლება საკუთარი თავისთვის მიცემული, რომ ეს არჩევანი ჩემზეა, ხო? და არ იყოს თქვათ რაღაცა ნაკარნახები ვალდებულებით, თქვათ მშობლისგან, რელიგიისგან, რომ ეს პატიება აუცილებელია. შემდეგ ეს არის განაცხადი პატიებაზე, ან მე გადავწყვეტე ჩემ თავში, რომ ეს რაღაცა საჩუქარი მოუტანე ჩვენ ურთიერთობას ამ პატიების სახით და მე გეუბნები ამ ჩემ გადაწყვეტილებაზე, ანუ განცხადებას ვაკეთებ, რომ კი, რომ რაღაცა ვაჟღერებ ამ ჩემ გადაწყვეტილებას და ბოლოს არის დაიტოვე პატიების შეგრძნება, რაც ნიშნავს იმას, რომ აი ისტორიით რო თქვი, რომ წამოვაყვეთ, აი პატიება, გულწრფელი პატიება არის დასრული პატიება, რომელიც ადამიანებს უნდა მივიღოთ, ხო? არის ის, რომ მე ამ შეგრძნებით თუ არ ვარ და ეს ჩემში თუ არ არის ბოლომდე ამ ფაქტთან მიმართებაში და ყოველ ჯერზე, ყოველ დილით მე მახსენდება ჯერ წყენა და მე ის გადაწყვეტილება, რომ ეხა მე ხო ვაპატიან, თავიდან იწყება ეს პროცესი, ეს დახურული კარგად არ არის. ანუ გულწრფელად ვაპატიე თუ არა მე ვთქვათ მოცემულობას ადამიანს, ხო ეს შეგვიძლია დიაგნოსტიკა მოვახდინოთ ამისი, იმითი რომ მე რომ ვაპატიებ გავუშვი ეს მდგომარეობა და ყოველ ჯერზე არ უნდა ბრუნდებოდეს ის ჩემი დესტრუქციული შეგრძნება. კითხები, აი რამდენჯერაც შენახსენე, რამოდენიმე პუნქტი ჩამოთვალე, ხო და აი შენც კი საუბარში რამოდენიმეჯერ ახსენე, რომ მე გადავწყვეტე რომ ვაპატიე, მე გავუკეთე საჩუქარი განაცხადი, ხო? ეს უკვე აპრიორშივე ნიშნავს, რომ მე გჩუქნი შენ ამას და რა უნდა იყოს ერთია, მაგრამ რეალობაში რა არის ხო მეორე არის. ეს ურთიერთობა შემდეგ მთელი ცხოვრება რაც გრძელდება, ხო არ არის ხოლმე რომ მაინც შენ სადღაც გრძნობ რომ დამნაშავე იყავი და მეორე გრძნობს რომ მე შენ გაპატიე. აი დომინანტი ხომ არ ხდები პატიებები. აი ზუსტად მადლობა დიდი ამ აღნიშნვისთვის, იმიტომ რომ თუ აი ამ მოვლენამ დაარღვია წონასწორობა ჩვენ შორის და აი მაინც გამარჯვებული და მოგებული და წაგებულის პოზიციაში გადავდივართ, ან მე ვარ მსხვერპლი და შენ ხარ მოძალადე, რომ აი შენ კი იძალადე ჩემზე, მაგრამ მე აი ჩემი მსხვერპლობა აი ამ შემთხვევაში ნახე მსხვერპლი იღებს გადაწყვეტილებას, აქ ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური მექანიზმია, მსხვერპლი იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ პატიებით, ნახე, არ პატიება, ეს არის საკუთარი სიმართლის დადასტურება. ანუ მე რომ ბოლომდე არ გაპატიე, ამითი
აი თითქოს უფრო მართალი ვარ აი ამ იდეას შეიძლება ვერ გაპატიო ხო თუმცა აი აქ უნდა მივიღო გადაწყვეტილი ხო ჯამში მაგმა ეგ შეგრძნება გაქვს რა რომ ვერ გაპატიო იმიტომ რომ შენ და საკუთარი სიმართლის განცდას ვიპოვ აი უპირატესობის განცდა თუ მჭირდება ესე იგი უკვე ურთიერთობა დაირღვა ესე იგი იქ უკვე ტოქსიკურ ურთიერთობაში გადავდივართ და ერთი აგრესორია მეორე მსხვერპლია და მე ორივესთან მექნება ეს კითხვა ორივე საზრზე არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ფსიქოლოგიურად რომელი უფრო მძიმე მდგომარეობაშია ვისაც უნდა აპატიონ თუ ვინც უნდა აპატიონ სანამ ამ გადაწყვეტილებაზე სანამ ერთი ვერ დიქცელოდება მეორე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხო აი ფსიქოლოგიურად მე მგონია რომ ორივე ზუსტად ერთნაირად მძიმე მდგომარეობაშია შენი აზრით არ ვიცი ანუ ვისაც უნდა აპატიონ და ვინც უნდა აპატიოს რაღაც ალბათ არც ერთისთვის არ არის მე მირჩევნია რომ საპატიებელი მე მქონდეს ვიდრე არა ეს ისე ურჩევნია გასაგებია მაგრამ აი ფსიქოლოგიურად ანუ შესაბამისად ალბათ ვინც უნდა აპატიოს ის მდგომარეობა ბევრად ისეთი არ აქვს ალბათ გაჩნია სიტუაციას მე მოდი მე ამ ფაქტს ცოტა კიდევ უფრო იცი რა არის ბოდიში აი მასთან რო აღარ გამორჩეს სიტყვა საჩუქარი ჩემთვის მაგალითად აი რაღაცნაირად საჩუქარი ნიშნავს იმას რომ უკვე რაღაცნაირ მოცემულობაში ხარ, შეიძლება აი რაღაც ზევიდან ხარ, რომ ან გაქვს უფლება რომ აჩუქო ან არა. აი ქრისტეს მაგალითი შენ ახსენე რომ მათ თქვა ჯვარზე გაკრულმა რომ შეუნდე რატომ და არიცია რას აკეთებენ, ხო? მაგრამ ამავდროულად რო შევხედოთ მანამდე მისი ასე ვთქვათ ბრაზი და მრისხანება გამოიწვია, როდესაც ტაძარში იყო ვაჭრობა გამართული და მან გადააბრუნა, ანუ ეს აურდაურია იქაურობა და თქვა რომ ეს ტაძარი არ არის ასე სავაჭრო, ხო? და მან თავისი სიცოცხლის რაღაცა დატევების დროს პატიება გამოთქვა. ანუ ის რომ რაღაცა ჩვენ უნდა ვაპატიოთ, რა ღირებულებები რომელზეც შენ ახსენე, ხო? რაღაცა შეიძლება ვაპატიოთ, მაგრამ აი საჩუქრის შემთხვევაში მე თითქოს არ ვარ ვალდებული რომ გავუგო. უბრალოდ უნდა ვაჩუქო. ეს სიტყვა ჩემში ამას იწვევს, ხვდები? მე მაგალითად საჩუქარი თუ გინდა რომ ვაჩუქო. არა ხო შეიძლება ვიღაცას რაღაცა ვაჩუქო ისე რომ არც გავუგდიკო. და უბრალოდ ვაჩუქო. გაცნობიერებაზე არის საუბარი, ხო? ანუ გაცნობიერებულად უნდა გავიგო мотивация საბოლოო ჯამში ეს საჩუქარი არის ზუსტად ემპათიის შეეცადე გაუგო ხო აი ზუსტად აქედან როგორც კი მე გავიგე ეს საჩუქარი არ არის დაუმსახურებელი მოდი ესე ვთქვათ ეს საჩუქარი არ არის მოგრთამვა ეს არის უბრალოდ ესეთი ნაბიჯი მაღლა გადადგმული რომ მე აი გავიღე ჩემი წილი ამ ურთიერთობის გადასარჩენად და არა რაღაცა წახალისება როგორც საჩუქარი მე აქ ხომ ადამიანი მხოლოდ თვითონ არიღებს თვითნებურად გადაწყვეტილებას უნდა აპატიოს თუ არა და მე არა ვარ მარტო იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ და შეიძლება შენ ისე მიმიყვანო მე ვინც შეცდომა დაუშვი რომ მე თვითონ ვაღიარებიო რომ მე ვარ თანამონაწილე ამ შეცდომის დაშვების ხო აი დიალოგს რა მანიპულაცია ცირთად ესე არავინ არ ჯდებოდა იძახის ხო მე დავაშავე ცირთადად გეკამათება და გეუბნება რომ იცი რა ეს იმიტომ მოხდა რომ აი შენი თვლილი თუმცა ხათი აი ნახე აქ ძალიან ისე მინდა რომ პატიება ადამიანის სიტუაციის და ასე შემდეგ არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად ურთიერთობაში უნდა დავრჩე. როცა მე ვიღაცაზე ნაწყენი გაბრაზებული დაბოღმილი ვარ, ეს დესტრუქციული ენერგია ჩემს ჯანმრთელობას, ჩემს ფიზიოლოგიურ მდგომარეობას ვნებს, კორტიზოლი იმატებს სისხლში და ამ დროს მევე ვაზიანებ ჩემს ჯანმრთელობას. მე როდესაც სიტუაციას ვაპატიებ, არ არის აუცილებელი რომ ეს სიტუაცია იმ ადამიანის სასარგებლოდ იყოს პატიება. აი პატიება მჭირდება ჩემი შინაგანი განთავისუფლებისთვის და ჩემი შინაგანი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური სიჯანსაღისთვის რომ მე აი ამ ბორკილებში არ ვიყო აი ამ რაღაცა დესტრუქციული ენერგიის ტყვეობაში არ ვიყო და პატიება როგორც განთავისუფლება ხო აი დაახოთ ეგეთი მადლიერების პრაქტიკები რატოა ახლა ყოველდღიურად რომ აი მადლიერი ვარ იმიტომ რომ აი ვაპატიე მივიღე ეს ყველაფერი და როდესაც მე პატიება შემიძლია მე შემიძლია ჩემი თავი შევაკოწიწო სხვადასხვა ნაწილებად და არ დავიშალო სხვა ადამიანების ემოქმედებით და ერთი რაღაცა მინდა დავამატოთ თქვენ მკითხეთ რომელი უფრო მარტივია პატიება თუ
ვისაც პატიობთ თუ საპატიო ხო აი აქ მინდა განვითარების პარალელურად თქვა ერთი ესეთი თეორიული ნაწილი ჩამოვიტანო ჩვენი მაყურებლისთვის რომ ბავშვები დაახლოებით 2-დან 4 წლამდე შეუძლიათ გაარჩიონ ერთმანეთისგან ქცევა და ადამიანი. ანუ ნახე, როდესაც დესტრუქციული ქცევა მაგალითად, ხო? უკვე ბავშვებს შეუძლიათ რომ თქვან რომ ეს ადამიანი კი არაა ცუდი, ქცევაა ცუდი. ჩვენ როდესაც გვაქვს ეს არაგანზოგადების მომენტი ჩართული, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს კონკრეტული ქცევა გამოვყოთ ამ ადამიანის მთლიანობისგან, მე უფრო მარტივია პატიებაც და მიღებლობაც. აი ნახე, 2-დან 4 წლამდე ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ვასწავლოთ ბავშვებს რომ გაარჩიოს ერთმანეთისგან, მაგალითად მეგობარმა თუ ბურთი გაგიხეთქა, ეს მეგობარი კი არ არის ცუდი და არ უნდა მიიღო და არ მისი ეს საქციელია ცუდი. აი ბურთი იყო უხარისხო. ხო, და ამ დროს ბავშვი უფრო უმარტივდება სხვა ადამიანის ქცევის დაშლა მარტივ მომრავლებად და აი იმ საპატიებელი მოცემულობის გამო თავისუფლება, რომელიც მას ესე ვთქვათ შეუძლია, ხო? ანუ აი ამ ქცევით ჩვენ უკვე არა ადამიანს რომელიც რაღაცა ცუდია არც ვიღებთ მთლიანად ან პიროვნება არ არის მთლიანად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ 2-დან 4 წლამდე ეს უნარი ჩაუდოთ, შემდეგ 6-დან 8 წლამდე უკვე მოლაპარაკების უნარი რომ მე საზღვრები დავიცვა, ესეც მნიშვნელოვანია რომ პატიობ საკუთარი საზღვრის დაცვით და არა იმიტომ რომ მე არ შემიძლია საკუთარ თავზე ზრუნვა. ხო ხშირად ადამიანებს გვეშლება რომ აი მე ყველაფერს პატიობ. არ არის არც ეს თქვათ ჯანსაღი ფსიქოლოგიური მომენტი. ნიშნია ხო თემაზე ხა არსებობს რაღაცა თემა, რასაც პირდაპირ ვამბობთ. შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ქრისტეს ცნებასაც ყოფს, ვერ პატიობ. სამშობლოს ღალატი არის უპატიებელი. მოდი თქვათ, ხო? შევთანხმდეთ აი ამაზე, რომ სამშობლოს ღალატს ვერ აპატიებ ვერავის, ისევე როგორც პირად ურთიერთობაში ღალატს. თავში ეს თემა არის აურაცხელად დიდი, სხვადასხვა ბევრ შესახვევს გულისხმობს, ამიტომ ნელ-ნელა გავშალოთ. ამიტომ ჩვენმა დღევანდელმა გადაცემამ და იმ დრომ, რომელიც გვაქვს მოცემული ამ რუბრიკისთვის, ამომწურავად ამ თემაზე ვისაუბრეთ, რა შესაძლებლობებიც გქონდა, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ირმა, საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო თემისთვის, როგორც ყოველთვის. და შემდეგ შაბათამდე დაგემშვიდობებით შენ. ჩვენს მაყურებელს კი ვეტყვი, რომ რეკლამა გვაქვს ახლა ჩვენ და რეკლამის მერე ძალიან მალე დავბრუნდებით, ძალიან საინტერესო თემებით, ასე რომ დაგვალოდეთ და არ გადაგვიდეთ. ამას შეასაკა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთეთ, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს ბაჩოსთან და ხატიასთან ერთად და ძალიან საინტერესო და სასარგებლო და მნიშვნელოვანი რუბრიკით ბრუნდებით სპორტით, რომელსაც ჩვენი თანაწამყვანი გიორგი დარჯანია წარმოადგენს. დილამშვიდობის მოგესალმებით გიორგი. დილამშვიდობის. როგორ ხართ? ჩვენც მოგვენატრე. და ერთი სული გვაქვს როგორ როდის და რას გვამცნობ სპორტის სიახლეებს. თან რამდენი რამე გაქალბათ. ძალიან მნიშვნელოვანი ამბები მოხდა ამ კვირაში ჩვენთვის ქართველებისთვის, რა თქმა უნდა. საქართველოს ხელბურთის ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე უზარმაზარი მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანი. ფეხი გვაქვს ჩემო გიორგი, სტუმარი რო ჩვენთან იყო ლევანი. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლევან სალუქვაძე იყო აქ, გააკეთა წარდგენა ამ მატჩის ანონსი და რა თქმა უნდა, ზედიზედ მეორედ გავიდა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, რაც უკვე გამორიცხავს იმას, რომ ხო არის ამბობენ ხოლმე რა ერთხელ გავიდა, ნუ გაუვარდა შემთხვევით რა. ნუ ორჯერ ზედიზედ რომ გადიხარ ევროპის ჩემპიონატზე, ან გამორიცხულია უკვე რომ ეს იყოს შემთხვევითი, ეს არის დიდი სერიოზული შრომის შედეგი და სხვადასხვა ჩვენ რო გვახსოვს ფეხბურთზე როგორ გავედით ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე, საბერძნეთს მოუგეთ გადამწყვეტი მატჩი და ახლა საბერძნეთის ნაკრები ოღონდ ხელბურთში დავამარცხეთ და ისე გავედით, მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური. რა თქმა უნდა, ვილოცავთ ამ მატჩის, ამ ამბის წმინდა სპორტულ მხარეს ჩვენს მაყურებელს მე უკვე ღამის ეთერში მოვუყვები სპორტულ ამბებში და ამ გადაცემას უფრო ისეთი მსუბუქი ფორმატი უხდება, ამიტომ მინდა ერთი კადრი მოდი მინდა ერთი კადრი ვაჩვენოთ მაყურებელს მატჩის შემდეგ. რა ხდებოდა? ეს თავიდან შეგვიძლია ეს ვიდეო გავუშვათ. ძალიან საინტერესო ესეთი სახალისო ვიდეოა. ტიტე კალანდაძე როგორ აღნიშნავს გამარჯვებას. აი ამ აჭირვები და დააკვირდით ახლა ჩვენ მიჩვეულები ვართ აჭირვების გაკეთება, როცა აი კერდის სიმაღლეზე გაქვს ხელი, ცოტა ადვილია და გაშლილი ხელებით აკეთებს აჭირვებს.
აი წარმოიდგინე ხელები აქვს გაშლილი და ის აკეთებს წარმოუდგენელი ძალა არის საჭირო და ენერგია ამისთვის. თან ახლა ვთქვით პატარა ბიჭი აღარ არის. და კალანდეზე ხო მწვრთნელია ჩვენი ნაკრების და აბა მაყურებელს ვთხოვოთ თუ შეუძლია სადამ ჩვენ მაყურებელმა თუ შეუძლიათ აი ესე გაშლილი ხელებით გააკეთონ ეს ხელბურთელი უნდა იყო რომ ეგ 20 ჯერ გააკეთა და ისმის კითხვა რა ძალა ედგა და რატო გააკეთა ხო? ჩვენ შეგვიძლია ახლა თვითონ ტიტეს მოусმინოთ ეს ვკითხეთ მე მატჩის შემდეგ რა იყო ეს თქო რატო გააკეთე ეს რატო გამოვარდი და რატო გააკეთე აჭიმვებით ხო და შეგვიძლია ტიტე კალანდაძის ეს კომენტარის მოვისმინოთ. რაც ამბობს ნეტა? აუცილებელია ეს, როდესაც ჩვენ ვიგებთ, გამარჯვება არის დათქმული, რომ ამას შევასრულებთ. ბიჭებმა გააგრძელონ მოგებები და მეც ალბათ ნელ-ნელა უკვე უნდა დავიწყო ვარჯიში, თორე უკვე გამიწევს და რამდენი ასი გაიხსნა. 20 იყო. ბატონო? ჯგუფიდან თუ გავაკეთებს გასწრებით. აი ჩვენის გამო 25 გავაკეთეთ. წარმატებები. ოღონდ გავიდნენ. სხვა ენერგია მოდის მერე. ისეთი დაცლილი ვიყავი, ფეხზეც ვერ ვიდექი, მაგრამ აი ამ გამარჯვების სიყვარული, ბიჭების სიყვარული და საქართველოს სიყვარული ყველაფრის გაგეცდება. აი ასეთი ამბებია ხელბურთში. 25-ს დაგვირდა ესე. 25-ს დაგვირდა ახლა ევროპის ჩემპიონატზე თამაშს რომ მოვიგებო, იქ დაგვირდა უკვე 25-ს. ანუ და ვიმეთან ვივარჯიშებო, რომ შევძლოა 25 აჭივის გაკეთება გაშლილი ხელებით. ხო. ეს ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და რაც შეეხება ახლა მსოფლიო მასშტაბის მოვლენას, ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები და უკვე ვიცით ფინალური წყვილი და მათ შორის ვიცით რომ ქართველი ფეხბურთელიც იქნება ამ ფინალის მონაწილე. წინა სპორტულ ამბებზე ჩვენ ასევე საღამოს ვილაპარაკებთ და კიდე უფრო ერთი ასეთი ამბავი. მატჩი მოიგო პარი სენ-ჟერმენმა, შევიდნენ ფეხბურთელები გასახთელში, აღნიშნეს, გაუხარდათ, რაღაცა ბრძოლის ყიჟინათ ასეც და ჩვენი ბიჭი სად არის? აი ზუსტად მივედით მან, სად არის ჩვენი ბიჭი? სოციმედიამ PSG-ს სოციმედიის ადმინმა გადაიღო ეს ვიდეო, გადაიღო ფოტოები, ატვირთა კლუბის ოფიციალურ Facebook გვერდზე და აღმოჩნდა რომ არც ვიდეოში, არც ფოტოებზე ჩვენი ბიჭი არ არის. ხვიჩა კვარაცხელია, გულისხმობთ რასაკვირველია და არა ვინმე სხვას. ნუ აქ ვარიანტები ხო, ჯერ მარტო ხვიჩაა იქ. აქ რა ვარიანტებია? ერთი ვარიანტი არის რომ რაღაცა შხამსილებს და იმიტომ არ არის, მეორე ვარიანტია რომ დოპინგ კონტროლზე ყავთ გაყვანილი და იმიტომ არ არის, თუმცა ნუ არა აქვს მნიშვნელობა ამას. ფაქტია რომ ამ ვიდეოზე არ არის და როდესაც ეს ვიდეო ატვირთეს კლუბის ოფიციალურ Facebook გვერდზე, როდესაც კავერის კი გამოცვალეს, აი ამ კადრიდან გააკეთეს კავერი და ის ატვირთეს. წამოვიდა ეს ჰაკინი. წამოვიდა ესე იგი ზღვა ქართული კომენტარების ვერის კვარა, სად არის კვარა და წალეკა ესე იგი ჩვენ ხო გვიყვარს ეგეთი რა, ხო გვეხერხება. ჩვენ ის ხალხი ვართ, ზაზაფაჩულია უსტაში რომ გავიყვანეთ 300 მილიონიან ამერიკას ვაჯობებ და ის ხალხი ვართ ლევანტეს ადმინი რომ ქართულად ავალაპარაკეთ და ამ PSG-ს ადმინმა აშკარად დაუშვა შეცდომა. რომ განუაქვეყნა კავერი, რომელზეც არ იყო ხვიჩა კვარაცხელია. სად იყო მარცხ ყველა ის? არა, ორი ვარიანტია. ან დოპინგ კონტროლზე, ან შხაპს იღებდა და ვერ მოასწრო გამოსვლა. სულ ორი ვარიანტია. ეხაც არა, გვაქვს პასუხი? არა, ნუ მოვიდა ცოტა მოგვიანებით შემოვიდა. ანუ საგანგაშო არაფერი არ მოხდა და გარწმუნებდა. ეხლა მოდი მოვისმინოთ ქართული კომენტარები, ხო? კომენტარებმა წალეკა პარიზული გუნდის ოფიციალური Facebook გვერდი. მოვისმინოთ. სად არის კვარა? სად არის კვარა? კვარას გარეშე კავერის ფოტო არ იქნება. შეიცვალოს ფოტო. კვარა იღებს? კვარა სად არის? ეს არაა სწორი. კვარა სადაა? ეს ფოტო კვარას გარეშე არაფერია. ეს კავერი არასრულია კვარას გარეშე. გამოცვალეთ. ბავშვი სადაა? თქვი არასწორებო. სოციმედია გაათავისუფლეთ. სურათს ეგუღებს ამ კვარამ გადაიღო ფოტო? შეიძლება. სად არის კვარა? სად არის კვარა? კვარას გარეშე კავერის ფოტო არ. კიდევ ერთი ვარიანტი. კიდევ ერთი ვარიანტი. ხედავ, კვარაცხელია იღებს ამ ფოტოს და იმიტომ არ არისო? სორექსო. აი ასეთი ამბავი ავტეხე და მე მგონია რომ გუნდის ადმინი გაითვალისწინებს ქართველების აი ემოციურობას და ყველა სხვა ფოტოზე კვარაცხელია იქნება პირველ რიგში. მე მგონია რომ იღებდა მოლოცვებს საქართველოსდან და შეიძლება ტელეფონზე იყო. მოკლედ ეხლა
ეს ყველაფერი მიმდინარე ამბები და ეხლა მინდა გავიხსენოთ ძალიან ძველი ამბავი 44 წლის წინანდელი, იმიტომ რომ დღეს 10 მაისია, 3 დღეში 13 მაისია და ჩვენ ქართველები უკვე 44 წელი აღვნიშნავთ 13 მაისს როგორც კარლ საიზზე გამარჯვების დღეს. ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო გამარჯვება ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ერთადერთი სამწუხარო ის არის, რომ ამ 44 წელი გავიდა და მას მერე ასეთი გამარჯვება არ გქონია. და ეხლა მინდა მოვიწვიო სტუმარი, რომელმაც შუაგულში იყო აი ამ ყველაფრის. ეს არის სპორტული ჟურნალისტი დავით კაკაბაძე, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ყოფილი მთავარი რედაქტორი. დილამშვიდობის მოგესალმებით. რა საინტერესო ამბები გველის? და არის ასეთი ისტორია. ჯერ კიდევ ფინალამდე ნოდარ ახალკაცმა მაშინ სტუდენტი დავით კაკაბაძე გაუშვა იენაში სავარაუდო მეტოქის დასაზვერვად. წარმოიდგინეთ, აი დავით კაკაბაძე იყო აი მოვლენების ეპიცენტრში იყო. ხო, მაგრამ ცოტა სხვანაირად იყო მაგას ზუსტად სხვანაირად იყო ეს მომენტებით ეგ ისტორია. ჯეიმს ბონდივით საფრანგეთში არის ისტორია სტუდენტი დავით კაკაბაძე როგორ გაუშვეს დასაზვერვად. ხო, ნუ გავიშვა არა ახალკაცმა, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. იქ ვიყავი 78 წლიდან სწავლობდი იენაში. მაშინ თბილისის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამა ჰქონდა იენის უნივერსიტეტთან და მოკლედ აი გერმანისტიკის ფაკულტეტის უბრალოდ დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტები ორნი გაგვიშვეს იქ და უბრალოდ ეს დამთხევა იყო რომ მივდიოდი იენაში ნოდარ ახალკაცს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამაჩემთან და რომ გაიგო რომ მე მივდივარ ანუ თქვენი ლელოს ლეგენდარული მთავარი რედაქტორი მიხეილ კაკაბაძე და ლელოს ნათლია ასე სახელი დაარქვა მან ხო ესე იგი საქმე ასე იყო რომ მივდიოდი იქ და მაშინ ხა ინფორმაცია მოგეხსენება როგორ რა ძნელი მოსაპოვებელი იყო და როგორც ახალგაზრდა თაობის მაყურებელს უთხრათ რომ მაშინ არ იყო ინტერნეტი, არ იყო ლაივ სტრიმები, ვერ ამოიღებდი ტელეფონს და ვერ გადაიღებდი. ხო. ცოტა საზღვარგარეთ აქედან ზაქეთა ქვეყნიდან გარეთაც ეგრე ვერ წახვიდო. ხო, ნოდარ ახალკაცი იქიდან გამომდინარე რომ იყო საოცრად როგორ თქვა ძალიან ღრმა ანალიზის და აგროვებდა ინფორმაციას ყველაფერზე, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა და რომ გაიგო რომ მე მივდივარ, ამიბარა დინამოს ბაზაზე და მითხრა რომ აი შენო იქო, ნუ იცოდა ხა ფეხბურთისადმი ჩემი დამოკიდებულება იცოდა, ამიხსნა რაღაცეები, როგორ უნდა უყურო ეს ანალიზი როგორ უნდა გავაკეთო, ორ კვირაში ერთხელ მომწერე წერილიო როგორ რა თამაშები ნახე, ფეხბურთელები ცალკე შეფასება, ეს ყველაფერი ამიხსნა როგორ უნდა ვაკეთო და მე 78 წლიდან 80 წლამდე ორ კვირაში ერთხელ წარმოედგინეთ გერმანულ კლუბებზე აგზავნი და რეპორტაჟი. ვაგზავნიდი რეპორტაჟი, იმდენად პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ამას, რომ ეხა შაბათ-კვირა იქ სტუდენტები ვიყავით და რაღაცა ვიკრიბებოდით ხოლმე სადღაც, მე ვამბობდი რომ მე დღეს წერილი მაქვს, დასაწერილი ვერ მოვდივარ. დინამოში წერილი უნდა გავაგზავნო. დინამოში უნდა გავაგზავნო და ამას ნუ თან პოსტად სუდად მუშაობდა, მაშინ ვიღაცას ვატანდით ხა და მოკლედ ეს სულ ერთი იყო, ცოცხლად ვნახავდი თამაშს თუ ტელევიზორით, იქ დასავლეთ გერმანიის ტელევიზიასაც ვიჭერდით ჩვენ და ბუნდესლიგას ვუყურებდით, ბატონო? ეს წერილები არსებობს გა? ხო და ის თუ მაგას ვფიქრობ, რომ სადღაც არ ვიცი არსებობს და ერთი სული მაქვს, რომ აი ეს ვნახო რა წერდი, ვიცოდე ნეტა, მაგრამ შეგვიძლია უცროს ნოდარ ახალკაცს ვკითხოთ. არა, იცის ნოდარმა, ვიცის რომ კი, ნოდარმა ეს ამბავი ძალიან კარგად იცის, თვითონაც ახსოვს, პატარა იყო მაშინ, მაგრამ ეს ამბავი ახსოვს და დაკარგულია ალბათ. შეიძლება სადღაც არის, მაგრამ ესე მოკლედ წარმოადგენა არა მაქვს სად. ხო და უბრალოდ ეს საოცარი დამთხევა მოხდა, რომ ხო, კარცაისი განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში იყო, იმიტომ რომ იმ ქალაქში ვცხოვრობდი და სტადიონზე დავდიოდი ხოლმე და იქ კარცაისი მაშინ მესამე გუნდი იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის და ევროპის თასებზე თამაშობდა ხოლმე ხან ვალენსიას ეთამაშა, ხან ატლეტიკო მადრიდს და ამ თამაშებზეც დავდიოდი. სულ და მე ნუ ვაგზავნიდა ასე. დაემთხვა მე ესე რომ გაუცნაურად დაემთხვა, რა საოცრად, აი რაღაც მისტიკური ამბავი იყო, რომ დაავალ, ანუ ახალკაცმა ადამიანს რომ გერმანული კლუბებიო დამიზვერვეო და 91-ში 3 წლის მერე ფინალში ხვდება გერმანიის გუნდი. 80-ში დავბრუნდი მე. სწორედ იენის გუნდს და ნუ ეს ისეთ საოცარი ამბავი იყო, რომ ხო მე კიდე უფრო გაამახვილა ყურადღება ბუნებრივი ამაზე. თანაც მაშინ როცა ყოველ შემდეგ ეტაპზე გასვლის მერე იენა რომ გადიოდა და იქ ბენფიკას მოუგო, კარგი გუნდები გამოთიშა, რომა გამოთიშა, ხო და კიდე უფრო მოკლედ ამახვილებდა ყურადღებას ამაზე
და მე საბოლოოდ თუნდაც ფინალში შევხვდით, აი ფინალში შევხვდით, მე ბაზაზეც ისე მერიდებოდა მისვლა, ბაზაზეც მთხოვა მისვლა და ბიჭებთან რაღაცა გასაუბრება ამ გუნდზე. ხო და საშინლად თქვენოდა, ნუ ხა პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ და აი ჩემთვის ეს ლეგენდები და ეს დათო ყიფიანი და საშა ჩივაძე და ისინი მე რა უნდა მესწავლებინა ხა ვაგუცაევისთვის რა უნდა მომეყოლა ისეთი რაც ეხლა გეტყვით რა ხდება ხო ეხლა გეტყვით როგორ უნდა ეთამაშოთ ეხლა გეტყვით როგორ უნდა საშილ მაგრამ ნუ აი ხო ხოჭო თვითონ არ დაესწრო იმას რომ მე რომ მიმიყვანა ბაზა თვითონ ხო არ დაესწრო მე მიმიყვანა შემიყვანა რაღაცა და მე თვითონ მოშორდა რომ ეს უხერხულობა რომ რაღაცნაირად ეხლა მიდი და მოუხევი ეხლა მიდი ხო ნუ რაღაცა საოცარი ამბავი იყო თავისთავად და მე ერთი ფაქტობრივად ვარჯიში თქვენ გაქვთ ჩატარებული თეორიული მეცადინეობა აი ყიფიანისთვის ჩივაძისთვის პარასელიანის ნათქვამია მაგრამ ხო არა რატომ მეტოქეს რომ ესე გაცნობენ ხო ეს ანიშნულოვანია არა რა თქმა უნდა რა საერთოდ ნელდარ ახალკაცი იყო განსაკუთრებული ადამიანი ხა ამას ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება კაცი რომელმაც თავის დროს გაუსწრო და ნუ მისი წვლილი ძალიან დიდია ამ გამარჯვებაში რა თქმა უნდა ამის დავიწყება არ შეიძლება ნამდვილად იმიტომ რომ მან ის ფეხბურთელები რომლებიც ყავდა რომლებიც ასე ვთქვათ გადააბარა მისმა წინამორბედმა ამ ფეხბურთელებს ზოგიერთ ადგილი შეუცვალა სხვა ფუნქციები დააკისრა ეხლა ნუ მადაღებული ის არის ხო ეს თემა ვთქვათ ახლა საშა ჩივაძეს როგორ გამოუცვალა ნახევარმცველი როგორ დააწია უკან დათო ყიფიანსაც სხვა ფუნქციები ასე ვთქვათ მიანიჭა და მოკლედ გუნდი აბსოლუტურად თანამედროვე ფეხბურთის თამაში დააწყებინა გუნდს ხო და მე როცა დაბრუნდეს რომ გაიმოვიდა თამაში რომ ხო სხვა შორის მე იმ ნოდარს ძალიან უნდოდა ბატონ ნოდარს რომ წავსულიყავი დისელდორფში ამ ფინალზე მაგრამ სტუდენტი ვიყავი ჯერ კიდე და მაშინ ნუ კგბ-ს ძალიან ხო და იმ სიიდან მოკლედ თბილისის სიიდან მე მოსკოვში მიდიოდა ეს სია და მოსკოვის კგბ-მ ამომაგდო სიიდან სტუდენტი არ შეიძლება და მოკლედ კგბ-ს რო ის წერილებით გეყოფათ კგბ-ს საკითხული ექნება გქონდათ თქვენი წარმოგე ამის აღწერა შეუძლებელია მოყოლა შეუძლებელია ოჯახს არ მიწერეთ სიამაყის წერილი იცით რა შეა საქმე არ ჩემს არა მე საერთოდ არ ვამბობდი არაფერს ხე ჩემ მეგობრებმა ვინც ენაში ჩემთან ერთად იყო იმათ კი იცოდნენ მაგრამ მანდამაინც არ ვლაპარაკობდი ხა ამაზე მაგრამ თვითონ ბატონმა ნოდარმა როცა უკვე გაიმარჯვეს და თბილისში შეხვედრებს უწყობდნენ ხოლმე ერთ-ერთი ასეთი პირველი შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში და იქ ბატონი ვაჟა ოკუჯავა იყო მაშინ რექტორი და მოკლედ მე ვზიوارე ხა იქ თქვენ უკვე ჩამოსული კი უკვე ჩამოსული ვარ და მე 80-ში დავბრუნდი და ეს 91-ში ხდება ეს მაისში უკვე ივნისი იყო და ნუ სააქტო დარბაზში ტევა არ იყო მართლა საოცრება ხდებოდა და მოვიდნენ ბატონი ნოდარი და რამდენიმე ფეხბურთელი სტუდენტებთან შეხვედრა იქ ქარხნებში უწყობდნენ შეხვედრებს ამ გამარჯვების მერე და იყო ერთი ამბავი და ამ შეხვედრაზე უცბად ბატონი ნოდარი ადგა და ნუ ხა მილოსვები მიიღო რა და თქვა რომ მე ეხლა მინდა ხაზგასმით აღნიშნო რომ ჩვენ გამარჯვებაშიო დიდი წვლილი მიუძღვის ამ უნივერსიტეტის სტუდენტს და ამბობს კინაღამ აი მერჩინა მიწა გამსკდომოდა იმიტომ რომ ყველა შემოbrunდა ჩემკენ რა შუაშია ეს კაცი ვინ არის რა და ბატონ ვაჟას უთხრა რომ თქვენ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ რომ თქვენი სტუდენტიო ასე მონაწილეობდა ამ ჩვენი მაშინ და მოკლედ ძალიან ისეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდი მაგრამ ძალიან ამაყი ვიყავი და ბედნიერი რა თქმა უნდა აი რამდენად მნიშვნელოვანია გაცვლა კულტურების და ადამიანების რომლებიც მიდიმოდიან და დღეს ის შესაძლებლობები აი რა ჩვენ თქვი გიორგი რომ არსებობს და შეიძლება იმ პერიოდში როგორი პროფესიონალი უნდა იყო, როგორი მიზანმიმართული უნდა იყო, რომ რა გზა მოძებნა სტუდენტი რომელიც იცოდა რომ უბრალოდ თავის საქმეზე მიდიოდა და თხოვა მას რომ ანუ თვალი იყავით თქვენ ფაქტიურად იმის ადამიანის მე არა ვარ დარწმუნებული მე მარტო ვიყავი მაგის შეიძლება კიდევ ვიღაცებიც იყვნენ ჩემ შემთხვევაში დაემთხვა უბრალოდ აი ამ ენის გამოძიებას და დარწმუნებული ვარ რომ სადღაც კიდევ ვიღაცები ყავდა ასეთი იმიტომ რომ ეს იყო კაცი რომელიც აი ყველა შესაძლებლობას იყენებდა სტრატეგოსი ამას ქვია ხო სტრატეგია ყველა ნამდვილი პროფესიონალი და ფანატიკოსი მაგრამ ბევრი სტუდენტიც ხომ არ იქნებოდა ევროპაში იმ დროს ბევრი არ იქნებოდა არა ბევრი არ იქნებოდა და ამიტომ
ეხლა რა ანალიტიკას დებთ ხოლმე ბატონო? ეხლა ესეთი არ მქონია, ნუ მე ეხლა სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდი და ლელოში მუშაობდი, მართვეში მუშაობდი, მე ძალიან ბევრი მასწავლა სხვათა შორის აი ამ ურთიერთობამ ბატონოდართან. ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, მე რო ჩამოვდიოდი არდადეგებზე, ყოველთვის მივდიოდი ბაზაზე, ის რაღაც კორექტივებს მე უნებოდა ხოლმე რომ აი ეს ამას მეტად დააკვირდი იქ მეკარე როგორ თამაშობს ჩვენი როგორ თამაშობს აი ამას ყვები ხოლმე რომ რაზეც თავის დროზე არასოდეს არ მიფიქრე ამაზე რომ აი თქვა გუნდის შეტევაში მიდის და დაკარგა ბურთი ხო უყურე მცველი საით ტრიალ უკან რომ მიდის თავისი კარისკენ მარცხნივ მოტრიალდება თუ მარჯვნივ მოტრიალდება ისე გაიქცევა აი როგორ ყოველი ამას ყველა ფეხბურთელზე ესე წერდი ამას რომ აი ეს მარცხნი ტრიალდება საყრდენი ფეხი რომელია აქ რომ აი როგორ დეტალები საოცარი ხო ფეხბურთის ყურება თვალისგან აბსოლუტურად შეუმჩნეველი დეტალებია პროფესიონალის შეფასება რა მნიშვნელობა აქვს მწვრთნელი ახლა ხოლმე პროგნოზი და ზუსტად ალბათ მართლობა ის აი ხო 2-1 გამოვიცანი მაგრამ პარის სენ-ჟერმენის 2-1 თქვენ ფინალის ანგარიშში გეცნობთ ფინალის ანგარიშში გეტყვით 30-ში კარგი ზუსტად 30-ში ეთერი გვაქვს 30-ში ეთერი გვაქვს და ჩვენ მოვისმინოთ ბატონი დათოს ბატონ დათო ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ბაჩო, რატია მოსმენილი ვარ ბატონი დავითის ძალიან ბევრი ისტორია. ბეკენბაუერმა როგორც თხოვა, თუ შეიძლება შეთანხმო ფოტოს გადასკობა. ეს კრუიფამ თხოვა. ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია აქვს და იმედი მაქვს რომ კიდე მოვიყვანოთ ბატონ. ისე როგორ გავუშვათ ბატონი დავით რესაბავი. კრუიფის ამბავი. სიამოვნებით მოგიყვებით. მე ვიყავი 12 თუ 13 წლის განმავლობაში ჟურის წევრი UEFA ატარებდა შარშან შეწყდა ეგ ამბავი შემოგეხსენება UEFA ატარებდა წლის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება რო იყო UEFA ატარებდა სპორტული პრესის ევროპულ ასოციაციასთან ერთად და UEFA-ს თითო წევრი ქვეყნიდან თითო ჟურნალისტი იყო ჟურიში. საქართველოსდან მე ვიყავი და მოკლედ ყოველ წელს მივყავდით ხოლმე დაჯილდოებაზე მონაკოში. მონაკოში ხდებოდა დაჯილდოება და ნუ იქ ჩამოდიოდა ეს ჯერთი თვითონ ლაურეატები, კანდიდატები, იქ ცხადდებოდა ხოლმე სამეული ჩამოდიოდა და ამ სამიდან რომელი იმარჯვებდა, ჩვენ თვითონაც არ ვიცოდით, ჩვენ კი ვიცოდით ვის მივეცით ხმა, მაგრამ საერთო 45 სამეული სუსტარები ხა პირველი სამეული რა თქმა უნდა ნუ რონალდო და მესი და რა ვიცი ეს ვინ არა ნუ ყველა რიბერი და რა ვიცი ყველა ძალიან ბევრი ეცლა ამ წლის განმავლობაში ბევრი დაგროვდა მაგრამ გარდა ამისა ჩამოდიოდნენ ყოფილი ვარსკვლავები ამ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ბობი ჩარტონი კრუიფი ბეკენბაუერი რა ვიცი ნუ ყველა ხო და მე საერთოდ მერიდება ხოლმე ფოტოს გადაღების ხარ ნუ შემეძლო თქვა გადაღება ბიძინა არის ამის დიდოსტატი ბარათაშვილი ბიძინას ფოტოა გადაღებული ყველა ვარსკვლავად მე არ შემილია ხოლმე რომ მოდით გადავიღო ნუ რაღაცა არ შემილია და მოკლედ რაღაცა სიტუაცია ისეთი რომ აი როგორც ახლა ჩვენ დაშორებული კრუიფი დგას და ელაპარაკება ვიღაცა მეგობარს არის ელაპარაკება და ნუ კრუიფი ჩემთვის ერთ-ერთი აი ესეთი ბეკენბაუერთან ერთად იყო უდიდესი აი გიჟდა ბავშვობიდან ეს კონდა ხო და ისე მივაშტერდი ეთყობა რომ ამან იგზნო ეს მზერა და ნუ რაღაცა გააგრძელა ლაპარაკი და მე შევამხედა ხედავს კიდევ უყურე და მე ნუ მართლა იმ მომენტში ვერ გავაცნობიერე ესო ძალიან ახლა რაღაცა უზდელურად გამომივიდა უბრალოდ შევამხედა ისე უკაცრავ შეიძლება თქვენთან ფოტო გადავიღო ამ თავის მეგობარს მიაწოდა ტელეფონი და ესე გადავიღეთ ეს სურათი სამწუხაროდ მალე გარდაიცვალა მე ერთად ბიზნეს ისლები თქმა და ვაკეთიღება ძალიან გაგვეცინა ყველას მე ამაზე მაგრამ ეს ესეთი ამბავი იყო ახალის აი ესეთი ისტორიები გვაქვს და მილიონი უთვალავი ასეთი ისტორია კი ზიდან რა მითხეს რომ ფოტოს გადავიღებ შენთან და შეიძლება გული წამივიდეს ულმასი მადლობა დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის მადლობა თქვენ აი შენ მითხარი ყველაზე მეტად ვისი ნატრები გიორგი რომ ესე მოგიბრუნდეს და გითხრეს რომ ფოტო გადავიღე ვიმე რამდენსაც გინდა არა ერთი მინდა ეხა რამდენი 21 საუკუნის ფეხბურთელებიდან მისტერ დევიდ ბეკემი მაგალითად იუბილარი აგერული დღეს თავის ოჯახთან ერთად აჰა კარგი კაცო თავის ოჯახთან ერთად ეს ნიუანსი საინტერესო ნიუანსია დაგეწყო ეს მაშინ ბაჭო
მე ვისთან? რატო შეგეშინდა ეხლა რაღაცაირად შემომხედე? არა, არ ვიცი, მე დიდათ ესე არ ვიცი. ნუ იტყვი ოჯახთან ერთად ისე თქვი. არა, ზოგადად რატომაც არა ყველასთან და დიდი სიამოვნებით და კრისტიანო და ჯორჯანასთან. რა ვიცი, აი ძალიან საინტერესო თვითონ ტიპი ძალიან მაინტერესებს მესი რა, ანუ ესეთია, როგორც სპორტული, ასევე რაღაცა მისი რაღაცა ეს თითქოს რაღაცა უშუალობაც და ამავდროულად რაღაც ჩაკეტილობა ძალიან საინტერესო ტიპაჟად მიმაჩნია და ანუ კრისტიანოზე უფრო მესი გაინტერესებს. ხო, კრისტიანო ესეთია, ღია. კარგი, მე ჯუდ ბელინგემთან მეგობრობა. ეჭვს არ ვიპარებოდა სხვათა შორის. ბატონო დავით, მარსა ძალიან საინტერესო და 30-ში აუცილებლად ველოდებით თქვენ პროგნოზს. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, მადლობა ბატონო დავით. მადლობა თქვენ. და ეხლა ჩემი ხატია სტოპ 5 ამბების დრო დადგა, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო ყოველთვის და აბა ჩაუჯდები ხატია და მოგისმენ დიდი სიამოვნებით. ესე იგი ძალიან საინტერესო ამბები მოხდა და ბექემებზეც გადავალთ ძალიან მალე აუცილებლად. მინდა დავიწყო ესე იგი კვირა იყო ძალიან დატვირთული არა მარტო სპორტით, არამედ აი ამ ვარსკვლავური შოუ ბიზნესური მიმართულებით. ესე იგი მეტ გალაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, და განვიხილავთ და მინდა გითხრათ რომ ცოტა ხანში ნიუ-იორკიდან ჩაგვერთვება არაჩვეულებრივი ჟურნალისტი, ჩვენი მეგობარი, რომელიც თან ერთადაც გავივლით დეტალებს რუსკა გიორგაძე, რომელიც ვიცი რომ ყველა ძალიან მოგენატრათ ეკრანებიდან და მანამ სანამ რუსკა ჩვენთან ერთად იქნებოდა პროფესიულ დონეზე განვიხილავთ ეტაპობრივად, სხვა ახალი სიახლეები უნდა მოგიყვათ. პირველი ალბათ უნდა აღვნიშნო პაპის კონკლავი, რომში კენჭური ბრენდი, რომელიც ამჟამად პრემიუმ პროდუქტების 4 კატეგორიას აერთიანებს. ეს არის სამოსი სახლი, აქსესუარები და მსუნამოები. რალფ ლორენი უპირობო ლიდერია განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი საკულტო სტილი, რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილია და ამაზე ბევრს არ ვისაუბრობ, თუმცა მაინც გულდასაწყვეტია, რომ მოდის ინდუსტრია დატოვა, მოუწია დატოვება, მაგრამ რა თქმა უნდა, მისი ეპოქა მუდამ დარჩება, ამით არ მთავრდება და ბუნებრივია ძალიან დიდხანს იქნება და სანამ იქნება თვითონ რალფ ლორენი ცოცხალი, იგი სულ ჩართული იქნება მისი სახელთან და მის მოდის სახლთან. მინდა გითხრათ, რომ ეს ბრენდი დარწმუნებული ვარ თავის სიმაღლეზე ყოველთვის იდგება და მომხმარებელიც ყოველთვის ეყოლება ერთგულით და სხვათა შორის ბოლო პერიოდში ის ტრენდი დათუნიანი სამოსი მაისურები და ზედატანი რომელმაც მსოფლიო მოიცვა და შეიპყრო და ყველას შეგვაყვარა ის ძალიან დიდხანს დარჩება კიდევ ჩვენს ტრენდში ჩემო ბაჭო. ეხლა ნიუ-იორკიდან უნდა გადავინაცვლოთ ლონდონში. ჩემი და არა მარტო ჩემი, როგორც გამოიკვეთა ყველა სტუმრის, ყველა დროის საყვარელი ფეხბურთელი და ბევრი ქალბატონის გულთამყრობელიც, დევიდ ბეკემი 50 წლის გახდა და არ განიკურდებათ არავის თუ გეტყვით რომ გრანდიოზული წვეულება გადაიხადეს. ვიქტორიამ ფოტოებით აწყობილი ვიდეო კოლაჟი გაგვიზიარა, სადაც ემოციური პოსტი მიუძღვნა თუ როგორ უყვარს დევიდი და როგორ ავსებს მას მისი საყვარელი მეორე ნახევარი. კადრებში, სადაც მთელი ოჯახი დევიდის იუბილეს აღნიშნავს, ვერ დავინახეთ ბრუკლინი და მისი მეუღლე. ბევრი მითქმა-მოთქმა ვრცელდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა დაპირისპირების შესახებ რაღაცა უამრავი ჭორი მითქმა-მოთქმა, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდეც. და რა აღმოჩნდა თურმე, რომ მათ ოჯახში არც ისე პატარა განხეთქილება მართლაც არსებობს. საქმე იმაშია, რომ რამოდენიმე თვეა, რაც ძმები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და კონფლიქტის მიზეზი რომეოს, ანუ მეორე ძმის მეგობარი გოგონა გახლავთ, რომელიც თურმე წარსულში ბრუკლინს ხვდებოდა. და შესაბამისად ერდებიან ოჯახურ შეკრებებს, ასე ერთად შეხვედრას და სწორედ ამიტომაც თურმე მათი ერთობლივი ფოტოები არაერთ სოციალურ ქსელში არ გამოჩენილა. იმასაც იწერებიან ტაბლოიდები, რომ ბრუკლინმა საერთოდ არც კი მიულოცა მამას დაბადების დღე.
ეს ოჯახი ძალიან მიყვარს და ძალიან გულშემატკივრობ თითოეულ მათგანს და აგერ თურმე ბევრი გულშემატკივარი ყოლია მის ოჯახს დღესაც გაირკვა და იმედია რომ ეს შიდა პატარ-პატარა კონფლიქტები ძალიან მალე დალაგდება და დევიდ და ვიქტორია ბექემის ულამაზეს მრავალრიცხოვან ოჯახს კიდევ ერთად ვიხილავთ არაერთხელ გაერთიანებას და იმ საოჯახო წვეულებებს და ლამაზ-ლამაზ ვახშმებს რომლებითაც ისინი ხშირად გვათამამებენ სოციალური ქსელებითაც და ეს სიმღერა სხვა შორის უკვე ზეპირად ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ვიხილე სხვადასხვა სოცქსელებში ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა Met Gala 2025. ტრადიციულად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში მოდის და კულტურის ყველაზე გავლენიანმა ვარსკვლავებმა კიდევ ერთხელ გამოანათეს, გამოიფწყინეს და ღონისძიება ნიუ-იორკის დროით საღამოს 6 საათზე დაიწყო. ტრადიციულად წვეულების მასპინძელი Vogue-ის და მისი მთავარი რედაქტორი ანა ვინტორი გახდათ, სოფლიო მოდის სელებრიტი. და სხვა შორის აქვე ვინც არიცით და ვიცი რომ ბევრმა იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ რომ Met Gala 1937 წლიდან იმართება და მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გახმაურებული მოვლენაა. ამ დღისთვის წლიდან წლამდე საგანგებოდ ემზადებიან შოუ ბიზნესის წარმომადგენლები თავიანთ საყვარელ დიზაინერებთან ერთად. და ეხლა უნდა ჩაგვერთოს ამ სფეროში ექსპერტი, ჟურნალისტი რუსკა გიორგაძე, რომელიც ნიუ-იორკში იმყოფება თან, იქვე ახლოს მეტროპოლიტენ ოპერასთან და მასთან ერთად განვიხილავთ, ესე იგი რა ხდებოდა Met Gala-ზე, რომელიც ყოველ წელს თემატიკასაც ცვლის და ყოველ წელს საინტერესოა. მონატრებულო რუსკა გიორგაძე. ძალიან მიხარია ხატია შენი ხმის გაგონება და ძალიან დიდი მადლობა რომ მომეცით საშუალება მესაუბრა იმაზე რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და ეს არის მოდაც არის ერთ-ერთი კინოსთან ერთად. რაც ყველაზე ძალიან გიყვარს ზუსტად იმ ქალაქში ხარ, იმ მექაში ხარ, სადაც მოდა და კინო და ყველაფერი ჰოლივუდი ერთად არის. ნამდვილად და თუ ლოს-ანჯელესს აქვს წითელი ხალიჩები და კინოს დაჯილდოების ცერემონიები, ნიუ-იორკს აქვს მოდის ყველაზე დიდი და ყველაზე გლამურული საღამო, რომელიც არის ყოველი მაისის პირველ ორშაბათს და ამ დღეს ქალაქში ხდება ხოლმე ნამდვილი საგიჟეთი, ქუჩები იკეტება და რა თქმა უნდა ყველა ადამიანი ცდილობს რომ რამენაირად ახლოს მივიდეს მეტროპოლიტენის მუზეუმთან ან იმ ორ სასტუმროსთან, სადაც ვარსკვლავები იკრიბებიან, იმიტომ რომ სანამ წითელ ხალიჩაზე გავლენ, ისინი სასტუმროების ოთახებში ემზადებიან, იქ ეთდება ზუსტად მაკიაჟი, თმა, საბოლოო მორგება კაბების და ეს არის ორი სასტუმრო, კარლაილი და მარკი და სწორედ აი ამ ორ სასტუმროსთან ცდილობენ ხოლმე პაპარაცებიც და რიგითი ადამიანებიც ჩაუსაფრდნენ ამ ადამიანებს და თვალი მოკრან მათ საყვარელ მსახიობებს, იქნება მუსიკოსებს, მოდელებს, მაგრამ ერთხელ მეც სხვადასხვა აქ მისვლა, მაგრამ მივხვდი რომ შანსი არ მქონდა, იმიტომ რომ წინა ღამეს უნდა ჩადგე რიგში, მაგრამ პაპარაცები და პრესის წარმომადგენლები მაინც დაგიბლოკავენ ხედვის არეალს და ასე რომ ნამდვილად არ ღირსდათ და ამიტომ პირველად როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი ნიუ-იორკში, მაშინ გადავწყვიტე რომ მეთქი წავალ იქნებ ვინმეს მოუკრა თვალი, მაგრამ მე მივხვდი რომ ჯობია სახლიდან უყურო ამ ყველაფერს, იმიტომ რომ პირდაპირ ტრანსლაცია არის და შემდგომ უკვე ეს კოსტუმები მეტროპოლიტენის მუზეუმში გადაინაცვლებს და ნებისმიერ ადამიანს ვინც იქ მივა, საშუალება ექნება რომ ეს ექსპოზიცია დაათვალიეროს. დავიწყოთ იქიდან რომ Met Gala არ არის მხოლოდ კოსტიუმების საჩვენებელი საღამო და მოდის ყველაზე დიდი ღამე, ეს არის ფანდრაიზინგის საღამო და აგროვებენ ფულს საკმაოდ სოლიდურ თანხებს კოსტიუმების მუზეუმისთვის. მაგალითად, წელს 31 მილიონი შეგროვდა, ხო? რეკორდული 31 მილიონი შეგროვდა. Met Gala-ს არსებობის ისტორიაში მსგავსი თანხა არ ყოფილა. ყველაზე მეტი თურმე და წელს 31 შეგროვდა. და უნდა აღინიშნოს ის, რომ არა მხოლოდ მოწვეული მსახიობები, ვარსკვლავები, მუსიკოსები, არამედ ჩვეულებრივი არ გამოდის, იმიტომ რომ როდესაც შეგიძლია 750,000 გადაიხადო ბილეთში, ჩვეულებრივ ადამიანებში ნამდვილად არ გადიხარ და წელს იყო სწორედ აი ასეთი რეკორდული თანხა, ადამიანებს შეეძლოთ რომ ეყიდათ ბილეთი და მისულიყვნენ ამ ღონისძიებაზე. ასევე ცალკე იყიდებოდა უკვე ბილეთები შემდგომი წვეულებისთვის, იმიტომ რომ რამდენიმე ლოკაციაზე იმართება ხოლმე ნიუ-იორკში წვეულება. ამ პერიოდში მართლაც მთელი ვარსკვლავეთი ჩამოდის
მოდის ნიუ-იორკში და ნამდვილი ვარსკვლავთმცვენა ხდება, მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება, წინა დღე, მეორე დღე და მაქსიმუმ მესამე დღე, ანუ თვითონ მეტ-გალას დღე და მაქსიმუმ მეორე დღე, შემდგომ უკვე ტოვებენ და ძირითადში ლოს-ანჯელესში გადაინაცვლებენ ხოლმე ეს ვარსკვლავები. სხვათა შორის სულ ასე არ იყო მეტ-გალა, არ იყო ასეთი პომპეზური და მასშტაბური ღონისძიება 1948 წლიდან 1971 წლამდე ეს იყო ჩვეულებრივი საღამო, სადაც ბილეთი ღირდა $50 ნიუ-იორკის მაღალი კლასი ესწრებოდა ხოლმე როგორც წესი ამ ღონისძიებას და შედიოდა სადილი, აქ არ იყო წითელი ხალიჩა, არავინ არ პოზირებდა წითელ ხალიჩაზე და ისინი უბრალოდ ფულს აგროვებდნენ. ელეონორ ლამბერტი ასეთი მოდის პუბლიცისტი იყო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კოსტიუმების ინსტიტუტისთვის, რომელიც იმ პერიოდში ახალი გახსნილი იყო, მისთვის შეეგროვებინათ ფული. მაგრამ 1972 წლიდან უკვე ყველაფერი შეიცვალა, მეტ-გალამ სულ სხვა სახე მიიღო, გახდა უფრო პომპეზური და სწორედ აი ამ პერიოდიდან დაიდო მან სათავე მეტროპოლიტენის მუზეუმში. მე აღვნიშნე წეღან, რომ სხვადასხვა სასტუმროებში ემზადებიან ხოლმე მსახიობები და ვარსკვლავები როგორც წესი და როგორც წესი ცდილობენ ხოლმე, რომ საკუთარი ეს უნიკალური კოსტუმები, რომელიც ალბათ საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალება შენ იღბონ, როდესაც სასტუმროდან გამოდიან და მერე უკვე ფურორი მოახდინონ და სრულად წარმოაჩინონ უკვე კოსტუმები თავად წითელ ხალიჩაზე, რომელიც არის მეტროპოლიტენის მუზეუმის წინ გაშლილი. და მაგალითად საბრინა კარპენტერმა წელს გადაწყვიტა, რომ ქურქი შემოსილიყო და ასე დაემალა თავის კოსტუმი. მომღერალმა ლიზამ, რომელიც არის წელს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი და მსახიობი, მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ჰიტად ქსელ სერიალში თეთრ ლოტუსში, მან გადაწყვიტა, რომ გრძელი პიჯაკი მოერგო და ასე დაემალა ის კოსტუმი, რომელთაც მერე საბოლოოდ ნამდვილი ფურორი მოახდინა უკვე წითელ ხალიჩაზე, მას ეცვა კოსტუმი, რომელიც იყო, რა თქმა უნდა, ხელით შექმნილი და ამერიკელი აქტივისტის როზა პარქსის სახე იყო ამოქარგული მის კოსტუმზე. რაც შეეხება წლევანდელ თემას, ხათი აბსოლუტურად სწორად აღნიშნე, რომ წლიდან წლამდე ეს თემა იცვლება და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რა თემას აირჩევს ანა ვინტური, როგორც წესი, სწორედ ანა ვინტური არის გადაწყვეტილების მიმღები და წელს მან აირჩია თემა აფროამერიკელების მოდა და ის გამოხატვის ფორმები, რომლითაც აფროამერიკელები საკუთარ ინდივიდუალიზმს გამოხატავდნენ. და ასევე თემა იყო კოსტუმები, რომელიც არის შენ სხეულზე შექმნილი. რა თქმა უნდა დავიწყოთ ქართველებით, იმიტომ რომ მეტ-გალას ბოლო პერიოდში არ ჩაულია ქართული სახელის გარეშე. შარშან უკვე მეორე სახელით შეემატა, გურამ გვასალია, დემნა გვასალიაზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი. ნიკოლ კიდმანი გამოჩნდა ბალენსიაგას ულამაზესი კაბით, რომელიც რა თქმა უნდა კრისტობალ ბალენსიაგას მიერ შექმნილი იყო, თუმცა დემნა გვასალიამ და მისმა გუნდმა 7000 საათი დახარჯეს იმაზე, რომ ეს კაბა გარდაექმნათ და მოერგოთ ნიკოლ კიდმანისთვის. ეს კაბა შეიქმნა 1952 წელს და პირველად ის დაიბეჭდა ჰარპერს ბაზარის ფურცლებზე. ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა რიჩარდ ავედონმა გადაიღო მაშინ ამ კაბის ფოტო და როდესაც ნიკოლ კიდმანი არჩევდა მეტ-გალასთვის კოსტუმს, რა თქმა უნდა, მან და მისმა სტილისტმა გადაწყვიტეს, რომ ბალენსიაგას მოდის სახლისთვის მიემართათ. ნიკოლ კიდმანი უკვე წლებია, ამბასადორია ბალენსიაგას მოდის სახლის და შარშანაც და წელსაც სწორედ დემნა მიზრუნა მის ჩაცმულობაზე. მისი სტილისტი ამბობს, რომ დემნა არის ის უნიკალური არტისტი, რომელსაც შეუძლია ბოლომდე მიანდოს საქმე და ყოველთვის შესანიშნავ შედეგს დადებს. ეს კაბა იყო საკმაოდ დელიკატური მასალისგან შექმნილი. შესაბამისად, ძალიან სკულპტურული მუშაობა სჭირდებოდა იმისთვის, რომ კაბის ორიგინალი დგომა, კერვა შენარჩუნებულიყო, მაგრამ ამავდროულად მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო ნიკოლ კიდმანზე. ნიკოლ კიდმანი სხვათა შორის ვარცხნილობითაც წარსდგა ნიკოლ კიდმანი. აი, ახლა ეს უნდა მე თქვა ზუსტად. სრულიად სხვა მოკლედ შეჭრილი ვარცხნილობით. მისთვის უჩვეულოდ მოკლე ვარცხნილობით და თანაც არ იყო სრულიად ქერა, როგორც ვიცნობთ ხოლმე ნიკოლ კიდმანს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნიკოლ კიდმანს არ შეუცვლია სტილი რეალურად და რამდენიმე დღის შემდეგ სხვა დაჯილდოებაზე გამოჩნდა თავისი გრძელი ქერა თვით და გითხრა, რომ ნამდვილად არიკი იყო და სხვათა შორის ნიკოლ კიდმანი ცნობილია თავის არიკების სიყვარულით. ის თითქმის ყველა სერიალში იყენებს არიკს და ძალიან ხშირადაც წითელ ხალიჩაზე
პარიკით პოზირებს ხოლმე, ასე რომ ესეც მორიგი პარიკი იყო და სხვათა შორის ნიკოლ კიდმანი არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც 2000 ვეტერანი მეტგალასი 2003 წლიდან თითქმის ყოველ წელს ესწრება ამ ცერემონიას და ყოველთვის გვაოცებს თავისი გასაოცარი ვიზუალით. კიდევ ერთ ქართველზე უნდა ვილაპარაკო გურამ გვასალიაზე. გურამ გვასალიამ ჩააცვა წეგან ახსენებდით კრისტიანო რონალდუს და მის girlfriends ჯორჯინა როდრიგეს და სწორედ გურამ გვასალიამ ჩააცვა თავისი დებიუტისთვის ჯორჯინა როდრიგეს სამოსი და ეს სამოსი იყო შთაგონებული ლედი დაიანას კაბით, რომელიც 1996 წელს ეცვა სამეფო ოჯახის წარმომადგენელს მეტგალაზე და არჩევანი თუ რატომ შეაჩერა ამ კაბაზე გურამმა ახსნა იმით რომ უნდოდა რომ ჯორჯინასთვის მიეცა თავისი სამეფო მომენტი, იმიტომ რომ ის არის ხალხის პრინცესა, მან დაიპყრო ხალხის გულები და უნდოდა რომ მისი პირველი გამოჩენა მეტგალაზე ყოფილიყო შთამბეჭდავი და დაუვიწყარი და მე მგონი ეს ნამდვილად შეძლო. კიდევ ერთი ადამიანი, ვინც გურამ გვასალიას და ვეტმოს კაბით წარსდგა მეტგალაზე, ეს არის ჰაიდი კლუმი და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ჰაიდი კლუმს 3 დღით ადრეც კი არ ქონდა ნანახი კაბის არც მონახაზი და თავად კაბაც. მაგრამ ამბობს, რომ გურამ გვასალიას და მის ხედვას იმდენად ენდობა, რომ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ეს იქნებოდა რაღაც გასაოცარი კაბა, რომელიც მის სხეულზე იდეალურად იქნებოდა მორგებული და ამ შემთხვევაში გურამმა აქცენტი გააკეთა კაბის მასალაზე, საკმაოდ დელიკატური მასალისგან არის შექმნილი ეს კაბა და მართლაც წინავდა ჰაიდი კლუმი მეტგალას წითელ ხალიჩაზე. არც გურამის მხრიდან ქონდა სანერვიულო, იმიტომ რომ ენდობოდა და თან ჰაიდისაც სხეული უწყობდა ხელს, რომ სანერვიულო არც არაფერი ქონდა, იცოდა ზუსტად რომ მაინც ძალიან ლამაზი იქნებოდა. ყოველთვის თვალის მომჭრელია და შემდგომ თვალის მომჭრელ მომღერალზე მინდა გადავინაცვლო რიანაზე, რომელიც წარმოგვიდგა რომ მესამე ბავშვზე არის ორსულად და სხვათა შორის რიანას ძალიან უყვარს თავისი ორსულობის პომპეზურ ადგილებში გამოვლინება. მეორე ბავშვის შემთხვევაში ეს იყო half-time show-ზე, სადაც ის იყო მთავარი წარმდგენი და მთავარი მომღერალი და ყველა გააოცა იმით, რომ ორსულმა შეძლო აი ასეთი სასწაული შოუ ჩაეტარებინა და ახლა მესამე ბავშვზე არის ორსულად და ეს ამბავი თელს მსოფლიოს ამცნო მეტგალას წითელი ხალიჩიდან, როდესაც მას ეცვა მარკ ჯეიკობსის კაბა და სხვათა შორის რიანას ძალიან უყვარს ცალკე მიმდინარეობა რიანას საორსულო სამოსი, ის ფიქრობს რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიზღუდოს თავი, იმიტომ რომ ორსულად არის და პირიქით მას ძალიან სიამოვნებს ის რომ თავის ორსულობას ხაზს უსვამს თავისი ჩაცმულობით და ამჯერადაც ნამდვილად შეძლო მან ეს. ფანები კი გულდაწყვეტილები არიან რომ რიანა სავარაუდოდ ახალ ალბომს კარგა ხანი არ ჩაწერს, მაგრამ ყველას ძალიან უხარია რომ მესამედ გახდება დედა, მას უკვე ორი შვილი ჰყავს მისი პარტნიორისგან SAP Rock-ისგან, რომელიც ასევე თანათავმჯდომარე იყო წლევანდელი მეტგალასი და მას საკუთარი ხაზის სამოსი ეცვა, რომელიც შთაგონებული იყო ედი მერფის ძველი ფილმით ჰარლემის საღამოებით და სწორედ ჰარლემში არის SAP Rock-ი გაზრდილი და მისთვის ძალიან თემატური იყო ის, რომ საკუთარ წარსულსაც თავის უბანს მიაგო პატივი და თანაც ედი მერფის ამ ლეგენდარული ფილმით იყო ინსპირირებული მისი სამოსი. აზრი მაინტერესებს მაილი საირუსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყოველთვის გამორჩეულია ხოლმე და რაღაცა ყოველთვის მომწონს და ალაიას კაბაშიც მგონია რომ წელს ძალიან ელეგანტური იყო და ძალიან გემოვნებით იყო წარმოდგენილი და თუ მოკარი თვალი. კი, რა თქმა უნდა, მაილი საირუსი ნამდვილად ყრინავდა მეტგალას წითელ ხალიჩაზე და რთული იყო რომ არ შეგემჩნია. ძალიან მომეწონა მისი მაკიაჟი, ის გადაწყვეტილება, რაც მისმა სტილისტმა მიიღო და საოცარი სამოსი ეცვა ალაიასგან, ნამდვილად სხვას არაფერს არ მოველოდით. სხვათა შორის, ყოველთვის არსებობს ხოლმე რისკი, რომ ვიღაცა ზუსტად იგივენაირი სამოსი შეიძლება ეცვას და ეს ბოლო წლების მეტგალამ ბევრჯერ აჩვენა, მაგრამ წელს განსაკუთრებით უხერხული მომენტი იყო, როდესაც ზენდეიას და სერიალ შოგუნის ვარსკვლავს ეცვათ თითქმის იდენტური თეთრი კოსტიუმები. ზენდეიას სამოსზე იზრუნა ფარელ უილიამსმა, შოგუნის ვარსკვლავის სამოსზე იზრუნა დიორმა და ეს რაღაცა ერთგვარად უცნაური მომენტია, როდესაც ორი ადამიანი თითქმის ერთნაირი სამოსით წარსდგება ხოლმე, მერე ყოველთვის იწყება შედარება, ვინ ატარებდა უკეთ, ვის უფრო უხდებოდა და შოგუნის ვარსკვლავმა ამ ყველაფერს ძალიან კარგად უპასუხა და თქვა, რომ ეს მისთვის იყო პირველი მეტგალა, ძალიან ბედნიერი იყო, რომ
ზოგადად ამ სიტუაციაში მოხვდა და ისიც ძალიან გაუხარდა, რომ სწორედ ზენდეიას მსგავსი სამოსი ეცვა და საერთოდ არ ქონდა მას პრობლემა. ზენდეიას კომენტარი არ გაუკეთებიათ. არ ვიცი ზენდეიას ქონდა თუ არა პრობლემა, მაგრამ შოგუნის მსახიობისთვის პირიქით გასახარი აღმოჩნდა და ფანებს უთხრა, რომ შეწყვიტეთ შედარებები, იმიტომ რომ ორივეს ძალიან გვიხდებოდა ის რაც გვეცვა და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდიო. დუა ლიპაზე მინდა ვისაუბრო, ეს გოგო არის. შანელის კაბაში. სასწაულად ლამაზია. შანელის აბით 7200 საათი დასჭირდა მისი კაბის შექმნას, იმიტომ რომ ხელით უნდა გაეკეთებინა ძალიან ბევრი ორნამენტი, მაგალითად ბუმბულები ქონდა გასაკეთებელი ხელით და ამიტომაც ძალიან ბევრი დრო დასჭირდა და მისი ჩაცმულობა იყო შთაგონებული ჯოზეფინ ბეიკერით, რომელიც არის ამერიკელი აქტივისტი და მოცეკვავე და სწორედ ჯოზეფინ ბეიკერმა შთააგონა შანელის მოდისახლი, რომ მსგავსი სამოსი შეექმნათ დუა ლიპასთვის და დუა ლიპას გამოჩენა კიდევ იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ ის ახლახანს დაინიშნა, მისი რჩეული არის ბრიტანელი მსახიობი ალუმ ტერნერი და სწორედ ეს შეყვარებული წყვილი ძალიან ლამაზი სანახავი იყო ითელ ხალიჩაზე. აქვე მინდა კიდევ ერთ შეყვარებულ წყვილზე ვისაუბრო. ჯიჯი ჰადიდი ბრედლი კუპერის შეყვარებულია, მაგრამ ისინი ესე საჯაროდ არ აფიშირებენ თავიანთ ურთიერთობას და როგორც წესი ჯიჯი არ საუბრობს ხოლმე ამ ურთიერთობაზე. მართალია პაპარაცებმა არაერთხელ დააფიქსირეს ისინი ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში, მაგრამ რაღაცნაირად ტაბუირებული თემა ჯიჯისთვის ინტერვიუებში ყოველთვის თავს იკავებს ხოლმე ამაზე საუბრისგან. მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდა გამონაკლისი და მან ერთ-ერთ წამყვანთან, ემა ჩემბერლენთან საუბარში, კითხვაზე თუ როგორ დაიწყო მისი დღე, თქვა რომ გაიღვიძა თავის მამაკაცთან ერთად, ბევრი იცინეს ერთად, შემდგომ ისაუზმეს, შემდეგ წავიდა სახლში და 1 საათი ჰქონდა საკუთარი თავისთვის და შემდგომ უკვე დაიწყო მომზადების პროცესი. ეს იყო ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ჯიჯი ბრედლი კუპერი ესე მოიხსენია როგორც თავისი მამაკაცი და აქვე ჯიჯის ჩაცმულობაც მინდა აღვნიშნო, წეგან აღვნიშნე ამერიკელი მოცეკვავე და აქტივისტი ჯოზეფინ ბეიკერი და სწორედ ჯოზეფინ ბეიკერის მსგავსი კაბა ეცვა ჯიჯი ჰადიდს, რომელიც მიუმ შექმნა მისთვის და ასევე ჯიჯი ჰადიდმა თავისი ჩაცმულობა მიუძღვნა ერთ-ერთ ნოვატორ აფრო-ამერიკელ დიზაინერს, რომელიც იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დაიწყო Playboy-ისთვის კოსტუმების შეკერვა, ეს იყო ზელდა ვილიამსი, რომელიც ჯერ თავისი ბიძის საამქროში მუშაობდა, იქ სწავლობდა ერვას, შემდგომ დაიწყო მაღალი მოდის ბუტიკში მუშაობა და გახდა პირველი აფრო-ამერიკელი გაყიდვების მენეჯერი, შემდგომ უკვე პირველი აფრო-ამერიკელი მწერავი და შემდგომ გახდა დიზაინერი, რომელმაც მართლაც უნიკალური კოსტუმები და დიზაინი შექმნა და თავისი ხელწერა დატოვა მოდის ინდუსტრიაში. ძალიან დიდი მადლობა. შენთვის არ არის უცხო დროის დეფიციტი ტელეეთერში და ამოუწურავი თემა მით უმეტეს შენთან მიმართებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არაერთხელ გვექნება საშუალება, რომ მაყურებელს მოვასმენინოთ შენი ესეთი საინტერესო რევიუები, განსაკუთრებით ამ მხრიდან და მინდოდა კიდევ დაიანა როსზე 91 წლის ასაკში როგორ გამოიყურება Anne Hathaway-ზე კაროლინა ერერას საოცარ კოსტუმში, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დაგებრუნდებით და მოკითხვა ვარსკვლავურ ქალაქს ნამდვილად და ძალიან მოენატრე მაყურებელს კიდევ ერთხელ გეუბნები. მადლობა ძალიან იმისთვის, რომ მომეცით შანსი, რომ მესაუბრა ამ თემაზე. დიდი მადლობა რუსკა გიორგაძეს და სხვათა შორის რუსკამ რომ აღნიშნა ერთ-ერთ ვარსკვლავზე, რომ ამერიკელი აქტივისტის და გმირის ფოტოთი მქონდა კოსტუმი, მე თუ ოდესმე მეტ გალაზე მეღირსება მოხდა, მე ბაჩო ქაჯაიას რომ ხელა პატივია გოგო. მე ბაჩო ქაჯაიას პრინტით წავდგები, ესე იგი ჩემო ბაჩო მეტ გალაზე. კარგია, მე ერთი სული მაქვს, როდის დაგინახავ მეტ გალაზე. რეკლამაზე უნდა გავიდეთ ახლა ჩვენ რეკლამის მერე მალე დაგიბრუნდებით, ასე რომ არ გადართოთ, დაგვეყოთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და თქვენ უყურებთ დილის ლაივს შეგახსენებთ გოგოლა კალანდაძის რუბრიკით სახლებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დილის ეთერი ჩვენ აქვე დაგვემშვიდობებით და დაუტოვებთ იმდენად საინტერესო მასპინძელთან მედის გოგოლა რომ აქვე უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს დაუტოვოთ გოგოლა და დაგემშვიდობოთ ზუსტად რამდენიმე საათით ხვალ კვირას დილას ისევ თქვენთან ერთად ვიქნებით ბედნიერ შაბათ დღეს გისურვებთ. კიდევ
რესტორატორი და შეფ ბზარეული. ზუსტად ვიცი, რომ საინტერესო ინტერიერის და ნივთების გარდა გემრიელ რაღაცებსაც დაგვახვედრებს. მოკლედ, დღევანდელი ჩემი რუბრიკის მასპინძელია ქეთი მაკრაძე. წავედით. გამარჯობა ქეთი, შეიძლება? კეთილი იყოს ჩემი ფეხი. ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი ჩემი რუბრიკის მასპინძელი ხარ შენ. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო ამბებს მომიყვები, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო ნივთები და მადლობა შენ, რომ გამიყრე შენი სახელი. სულ გაგიყვებით, რომ მე ძალიან მიყვარს ეს სტუდია. ყოველთვის მიყვარს თან ყოველთვის მიყვარს თან შენაერი ესეთი საყვარელი სტუმარი პირველი რომ მოდიხარ ჩემთან ყველა უნდა იყოს კაი ხასიათზე ამიტომ დავაყენე სარკე რომელიც ძალიან ახთუნებს კაი მე რო გავდივარ ალამაზეც კიდევაც მე რო გავდივარ ძალიან კაი ხასიათზე გავდივარ რომ შემოვდივარ ძალიან კაი ხასიათზე ასე და როგორ ხერხი ჯობია ღონეცა იმიტომ ხარ სულ კაი განწყობაზე ო რა ვიცი ეს ყველაფერი ამ სარკის ბრალი მივხვდი ვცდილობ და მოკლედ მე მინდა რომ შემოგიყვანოთ ერთ ამ ჩემს საყვარელ ოთახში იმიტომ რომ მე უნდა წავიდე ჩვენ სამზარეულოში და იქ მიყვარს ყველაზე ძალიან იცი შეყოფნა და შენ თან დამელაპარაკეთ არ გემრიელობთ გაგიკეთებ ეს ოთახი არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი იმიტომ რომ ამ სახს რო ვაკეთებდით ბევრი ვიფიქრე როგორ უნდა ყოფილიყო ეს სახლი. ანუ შენ იყავი ამ სახლის დიზაინერი. ნუ თუ შეიძლება რომ ითქვას რომ ამ დიზაინერის არის ხო, მაგრამ ყველაფერი ვიცოდი ის ნახატი იქ უნდა ყოფილიყო, მე მეორე ნახატი იქ უნდა ყოფილიყო. რამდენი ხანია რაც ამ სახლში ხართ? 2007 წელს გადმოვედით ამ სახლში და კარგახანს ვაკეთებ ბავშვები პატარები იყვნენ მაშინ და რაღაცნაირად ისე გავაკეთე რომ ზემოთ არის საძინებლები და ყველას თავისი ოთახი და ქვემოთ რომ არავინ არ შეწუხდეს და იქით არის სამზარო და აქეთ ეს ოთახი და აი ეს ოთახი ყველა ნივთს ჩემთვის აი რაღაცა აი და ყველაფერი მიყვარს ეს ნახატებიც მიდევს ყველა ჩემი ძმის ნახატია შოთიკოსი ეს ირინა თევზაძეს ის ძიმა ანთაძის ჩემი მეგობრის ეს კოკა ეგნატოვის სუა ესეთ ისენი მაქვს რომ ის დაბადების დღეზე მაჩუქეს რაღაცა ეს მიყვარს ხო ნახატები მიყვარს ხო ოღონდ არ მიყვარს აი რაღაცა მოდურობის მიხედვით ყიდვა მიყვარს რომ ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აი ნაჩუქარი ჩემი მეგობრების და ესეთი აქ ეს გიგას ჩემი ქრის მამამ მაჩუქა ვერ მოესწროს ზვა მაშინ ამ სახში გადმოსვლას და ვიცოდი რომ ეს ესე უნდა ეს თვითონ იმ კაცმა კი ეს აი ამ ჰელმუტ ბრადემ მაჩუკა ვისიც არის ეს პოსტერი ავტოგრაფიც აქვს თავის ვერან მეხუს და მოკლედ ძალიან მიყვარს ეს ჩემი ოთახი ეს აი ამ დაფნებს რა დატვირთვა ძალიან საინტერესო ეს დაფნები ჩემი გიგა ჩემი მეუღლე აიჩენა ეხლა დაფნა უნდა რომ დათესოს და ჩვენი დამხმარე ქარი სამეგრელოდან არის და ასმათი ეზიდება ჩვენთვის დაფნებს ეს დაფნები ეხლა მე მოვაწყებთ რომ აქ აშრობდა მტკნე და მეუბნება რომ კაი ანტისეპტიკია კოღო არ მოვა დოვლათისთვის კაი და ასე ყრიყოდა არა თქმა დოვლათისთვის კარგიაო ხო ეს ჩემი საყვარელი კუთხეა იმიტომ რომ მთელი ამბები ჩემი სიყვარული რა საკვირველია ეს ისა რა ქვია რაც არის ეს ტუფი მონდრიანის შვეიცარიდან ესე ხელით ვათრია ეს ჭაღიც იმიტომ რომ ანუ ძირითადად ჩამოგაქვს ხო? ნუ ეხა შემიძლია გამოვიწერო ესეც ჩემი მეგობრის გაკეთებული ეს ბალიჩები ზინკაბარნოვის პრინტავს ესე თავის ფოტოებს აქ ხო ხედავ როგორი ნივთები მაქვს ეს ჩემი მეგობარი ჩუქვის ეს არის ძველი მიქსერი ეს გიამ ჩამომიტანა თორთლაძემ ჩემმა კილიმანჯაროდან მოდიოდა და იქ აქვს ესეთ საპნის ქვები და საპნის ქვის სასანთრე და ლარნაკი. შენი ბავშვობის სახსედაც მინდა რომ ვისაუბრე. ხო და მე გავიზარდე რუსთაველის 36-ში ძალიან ესეთი კოლორიტული ეზო იყო რომელსაც რატომღაც ეძახიან იტალიურს მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს არის თბილისური ეზო და ეხა იქით რატომ მივყავხართ ამ სახლის არჩევაში და ამ ხედებმა ჩემთვის გადამწყვეტი როლი ითამაშა იმიტომ რომ მიყვარს აქ ჯდომა ძალიან დილიდან და ძველი სახლები და ეს ეზოები და რაღაცა ძალიან ღამე კიდევ უფრო ლამაზია განათებული მაგრამ თან ჩვენი ეზო იცი როგორ იყო ეს რუსთავაზე ეს ღია აივნები იყო და მე
მოусვენარი ბავშვი ვიყავი, შემიძლია თქვა და აბოთყდები და ყველასთან შევრბოდი და სხვათა შორის ეს გემოებიც, აი ჩემი პროფესიის რაღაც ნაწილი ძალიან დიდი როლი ითამაშა მეზომ, იმიტომ რომ ძალიან მულტიკულტურულია თბილისი და ბევრი სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა და მე ყველა სამზარეულოში ვიყავი აუცილებლად თავარ როლში და პირველი მსინჯავი ვიყავი და ამიტომ ჩემთვის ძალიან მიყვარს აი ეს ხედები და ამ სახლს როცა ვარჩევდი და ამან განსაკუთრებული როლი ითამაშა. აქ ხშირად გამოდიხარ. აბა დილაობით აქვს ხოლმე თუ კაი ამინდია ყავას აუცილებლად. ძალიან ლამაზია ქაურობა. კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მაქვს აქ მოდი ეს ჩემი გასტროკულინარიული წიგნები. მაგალითად ძალიან ცნობილი რესტორანი ახლა უკვე ყველგან გაიხსნა La Petite Maison ნიქსაში ამ ქალის ცნობილი ქალის წიგნია თავისი მაგარი პერსონაჟია. გაჩვენებთ. ეს არის საოჯახო ნინო ხოფერიას წიგნი, რომელიც გამოცემულია 1956 და ნახე როგორი ილუსტრაციები, აი საბჭოთა, აი ნამდვილი სოც-არტი, რასაც ქვია. აი ნახეთ ტკბილი კერძები. ძალიან საინტერესო წიგნია ეს. ამათ იშველიებ ხოლმე და იცი რა, მომზადების დროს არ ვიცი, მაგრამ ესე მიყვარს ძალიან ამ წიგნებში ბოდიალი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცა საინტერესოს ნახე ახლა შეხედე. საბჭოთა კავშირია, ხო? კრაბები და ლუდი. არა, ну ეს ძალიან ის იყო, ვიტყვი. აი რა კარგად ცხოვრობ. გადასარევად, ძვირფასად. ესეც ნამდვილი ტიპიური საბჭოთა კავშირის ისე კრაბები, ასეტრინა, რაც კაითებს და ხიზილობ, ვითომ სულ ეგრე ცხოვრობთ რა. ეს იყო, მაგრამ მისაღები რა. რაღაცები ხო კარგად ცხოვრობდნენ. ეხლა დაახლოებით უნდათ რომ ეგრე იყოს 15 ოჯახი ცხოვრობდეს კარგად დანარჩენი არა. არა არ გამოვა. ყველა წიგნი მიყვარს, იმიტომ რომ აი ყველანაირი ყოველთვის ინსპირაცია რა, იმიტომ რომ დასაკვირველია ფანტაზია რითი როგორ უნდა გააღრმავო ხო თუ ბევრი არ წაიკითხე ბევრი არის მოგზაურე არ ჩაეძიე კარგად აბა ხო მართლა რობოტი ხვალ აი რააცაკი და მივხვდი რომ გამოგდიოდა სამზარეულოში კარგი კერძები დაახლოებით რა ამდენი წლის იყავი ეხა ესე არ ვიცი მაგრამ ანუ აი ძალიან პატარაობიდან იმიტომ რომ ბებია ჩემი ორივე ძალიან კარგად ამზადებდა მაგრამ განსხვავებული ტიპები ერთი იყო დეჩემის და უფრო გიждდებოდა ფრანგულზე, გერმანულზე, სიახლეებზე, ევროპული და უყვარდა ეგეთი და რაღაცები მაშინ ის საშუალებაც იყო მოგზაურობდა რაღაცა და ამიტომ სულ რაღაცა ახალი უნდოდა და მეორებებია მარგო მამა ჩემი დედა რომელიც მართლა რაღაცა დაუჯერებელ ქართულ კერძებს აკეთებდა და ხან იმას ვეხმარებოდი ხან ამას და ამ ყველაფერს იწერდი თუ იმას არა არასდროს არაფერს არ ვიწერ სხვათა შორის ერთადერთი რატომ მეჯავრება შემიძლია თქვა ეხა კიდე რაღაცებს მაგეთო ნამცხვრის კეთება იმიტომ რომ აი კექსებს და აი ამ ცომებს ჭირდება სიზუსტე და მე კიდე არ მიყვარს ეგ კრემები გამოგდის ძალიან კრემი კი იმიტომ რომ შემიძლია ხო წაგიყოთ სამსარეულოში მოიცა ერთი წუთი და დავინახე ძალიან ბევრი ჭურჭელი ხო ეს ჭურჭელი ანუ შენი მშობლების არის თუ შენ თვითონ თავად მიდიხარ და აი მე და ხელი მტკივა ძალიან საბარცოტა იმალი ეხა ჭურჭელი ესეთი ეს დიდი თეფშები ძველებული როგორც იტყვა ესე კუზნეცოვის რაღაცა ძალიან მიყვარს. მე და დედა ჩემი კაი ხნის წინ შევთანხმდით რომ ყოველ დაბადების დღეზე მეთქი მაჩუქებ რამე ესეთ იმას თქო რა ვქო თეფში იქნება ეს სუპოვნიკი თუ რაღაცა და უკვე კარგად დავაგროვე ისედაც მიყვარს ძალიან ეს დიდი თეფშები. მიყვარს ხო ლამაზად გაშლილი. ძალიან. და ხშირად მოდიან შეფასება. სულ გუშინ მაგალითად პასტა გავამზადე და რა მივიწერე ხალ მეგობრებთან რომ პასტას ვაპირებ რა შემიკრიბეთ. სულ ხარ მხიარული, პოზიტიური. აი არ მახსოვს კეთი ცუდ ხასიათზე. სულ სადაც შედიხარ, ყველგან შეგაქვს შენი განწყობა. კარგი და გადასარევი განწყობა. აი სახში როგორი ხარ? უცებ ვიცი ხოლმე გაგიჟება. გაგიჟებს გიგა და ბავშვები თუ აი რა გაგიჟებს? შეიძლება აი გიგა და ბავშვები ნაკლებად. აი რაღაც მიმდინარე მოვლენები, ძირითადად ეგ მაგიჟებს ყველაზე მეტად. ჩემი სურვილია რომ სწორედ ამ ჩემმა შვილებმა და მათმა მეგობრებმა და ჩვენ იმიტომ შრომობდა, იმიტომ გვინდა წიგნებიც იცით რომ კარგ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობდე და აი ეს მრევს ყველაზე ძალიან ამას გამოყევარ ეხლა წყობიდან. როგორი დედაა კეთი? როგორი დედაა კეთი? რა ვიცი, მე მგონი იცი ძალიან ისეთი ურთიერთობა მაქვს ახლო ჩემს შვილებთან. აი არასდროს არ დარჩენილან მაგალითად არც დედაჩემთან, ნუ არც
გიგას დედასთან შევახა 1-2 ესე, მაგრამ აი ზაფხულია, ზამთარია, ჩვენ სულ ერთად დავდიოდით ყველგან ზღვაზე, მთაში, აი ძალიან მეგობრული. ეხაც უკვე დიდები რომ ეგეთ ტრადიცია გვაქვს, რომ აუცილებლად ზამთარში და ზაფხულში ორი კვირა უნდა წავიდეთ ერთად და ძალიან უყვართ ჩემთან ერთად მოგზაურობა. იძახი რა აუწამორა შენთან ერთად წავიდეთ, აი რას გვაჭერს, რაღაცა იქ რაღაც ადგილებში გვატარებს, რაღაცა. ძალიან მეგობრობ და ძალიან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, აი რაღაცა როგორ გითხრა, გახსნილი აბსოლუტურად. ერთ-ერთ ინტროში ამბობ, რომ მე ყველა კერძი მომყავს ჩემ ჭკუაზე და აი ოჯახის წევრებთან როგორ ახარ? ანუ შენი მეუღლე და შენი შვილებიც შენ ჭკუაზე მოგყავს თუ არა. ვერერები. არა, ვერერები. არა, ერთი პერიოდი სხვათა შორის ბავშვებთან ძალიან ის მქონდა, იმიტომ რომ ბიჭები არიან და სულ ღელავდი ამაზე, იმიტომ რომ მე ძალიან ცუდ დროში გამიზარდე. პრინციპში 90-იანებში ძალიან ბევრი ისეთი რამე მაქვს ნანახი ხო ესეთი ვარ იცი როგორ კაცი ვიყავი რომ ნაბიჯს ვერ ადგავდნენ ჩემოდ ძალიან და სულ ჩართული ვიყავი მიუხედავად რომ დაკავებული ვიყავი სკოლაში ბორდის წევრი ვიყავი იმაში აი ძალიან ჩართული ვიყავი რა და რა ვიცი შეიძლება ზოგჯერ ცოტა გადამეტებული იმიტომ რომ ვიღაცები ჩემი ამხანაგები მომდრო კაი განებე ახლა ერთი ქუჩაზე გაუშვი ფეხით რაღაცა ესე და ნუ მე რაღაც მომენტში თვითონაც მივხვდი ერთად გავიზარდეთ ახლა პატარა არ ვიყავი რომ გამიჩნდა რამდენი წლის იყავი რომ შექმანი ოჯახი 25-ის დაგიჭირდა არა სხვათა შორის და პირიქით რაღაცა ცალკე მოგიწიეთ ცხოვრება თუ მშობლებთან ცალკე ვიცხოვრე და მე მგონი ეგ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო მე დეჩი მაშაყირებდა ხოლმე მანამდე სანამ გავთხოვდებოდი რომ მაგალითად საღამოს 7 საათამდე მეძინა ეხლა მაგალითად უკვე დილის 7-ზე ფეხზე ვარ აბსოლუტურად იწყება შენი დილა კი ამჯერა ყოჩა ძალიან ადრე ვიღვიძებ და მე აი რითი ვარ და წამოდი და გეტყვი ძალიან საინტერესო მაისურით დავხვდა ეს მაისურით გეტყვით ახლა ეს მაისური ჩემმა შვილმა მოიტანა რომ დავინახეს Global War Party გადავირი უკან ესეთი ის არის და მე მგონი ძალიან აქტუალურია ეხლა ძალიან ეხლა Deep State-საც გავაკეთებინე აბა გავედით იქით ეხლა ნახე რას ვაკეთებ დილაობით ჩემ თავარ სამფლობელოში ეს არის ჩემი სასადილო სამზარეულო არის ალბათ შენი ყველაზე საყვარელი არის ხო ეხლა ამ კარებს მომხურავ ორ პირია და რო არ შეგვიშალოს ხელი და ლამაზი და ხერადი და საინტერესო ვაკეთებ ხოლმე და ნიფთებია აქ ვზივარ თავ ტელევიზორს აუცილებლად დილიდან საერთოდ ძალიან მიყვარს დილას ყველა ძინავს ადრე მარტო აბა მე უნდა ვისაუბროთ ამ ხოც გოგო არ შემიგე გურმინდებში ერი ვიღვიძებ ანუ ყავით არ კმაყოფილი ისე კარგებს ამ ყაკვეცს გავიკეთებ მოვიხარშავ შევიწვა ამას იმას სენდვიჩს ავიცი ფანტაზია მაქვს მაგის რა შენთვის იმზადებ მარტო თუ ოჯახისთვის ამზადებ მარტო შენთვის ჩემთვის აქ ეს მიყვარს ეს ისენი ეს რა ლამაზი სკამია ეს სკამი ყველაფერი ესეც შერეკილები ეს საყვარელი ფილმია პატარა აურა საყვარელი ხარ ქეთი ვიცი რომ ძალიან ცელკი და მხიარული ბავშვი იყავ ცელკისაში მე ბაბუაჩი და რაღაცა ვიცი რომ ბავშვობიდანვე კარგად ვღეროდი რაღაცას ვღეროდი არა ნუ რაღაცა ეს სხვა არ მქონდა ეხლა ესეთი მაგრამ წკრიალა ძალიან აქტიური ვიყავი ვღეროდი რა დებია ჩემს ეხლა ეგეთი ხარ და ეს მიყვარს ძალიან ეს გელაწულაძის დროშა ეს ძალიან საინტერესო ტილოა უბრალოდ ტილო არ გეგონოს რომ ეს არის ტონინო გუერას ჩანახატია აქ ავტოგრაფიც აქ ეს ისევ ჩვენი კარგი არაჩვენი მომღერალის გია გორდეზიანის იგივე წახნაგას ნახატია და მაჩუკა ეს ხავის აპარატი აი ყველაფერი მიყვარს აქაც და ეს მე ვიყავი რაღაც ერთი პერიოდი ხო უფრო დიდი ვიყავი და ეს მე ვარ თქო ვიცოდი ანგელოსი სამზარეულოს ანგელოსი ასე თქვა და ძალიან ლამაზი და საინტერესო ნივთების ეს კუკინგი და მაინც საქართველოს რუკა კოკაიგნატოვის გაკეთებულია ესენი ვათხრე ეს წამოვიღე კორსიკიდან ვათხრე და იქიდან მოგაქვს ყველანაირი აქსესუარი კი დავათრებ სულ ყველაფერს და ძალიან მიყვარს ეგეთი რაღაცები, რომ არ შემილია ახლა რომ სადმე სოფელში რო ხარ საინტერესოში და იქ ეგეთი რაღაცა შეგხვდება თანაც. თან გამოსაყენებელია. აი ბოლოს სად იყო?
ეხლა ავსტრიაში ვიყავი, მომიწია. ხო, მაგრამ ძალიან გავეცე. ძალიან გავეცე. უნდა აღვნიშნო, რომ ქეთები ძალიან სპორტული, ძალიან მაგრად გაფრთხილამურებზე. ხო და ფიასკო განვიცადე ამ მატჩში დამეჯახა სნოუბორდერი და მოკლედ ძალიან დამტრეული ვიყავი და მომიწია ავსტრიაში და სხვა, მაგრამ ძალიან მიყვარს. და ჩემი მეგობარი მეუბნებოდა საბაგიროზე რომ ვიბჯექითო სანამ დაიმტრეოდიო. აი ზუსტად რომ დავიმტვერი მან. მეუბნებოდა რომ ესა რა ქვია, იძახთიო რომ აუ ისე ავსტრიაში მინდა ინსბრუკში წავიდოდი, ახლა სადმე ტიროლში ვისრიალებ ხო და ჩამოვედი დავიმტვერი და აღმოჩნდა ტიროლში. კი, გასაგებია რომ ცუდი რამე დამემართა, მაგრამ ცხოვრება გზადდება და უკეთესობა გავხდით. ეხლა რაღაცა მინდა დაგიგზა. უნდა დამემზადო? ხო, რაღაცა მინდა გაგასინჯო, რა ჩამოიტანევდა. შენს გაკეთებულ ყველა კერძს აქ განსაკუთრებული და განსხვავებული გემო და აი ყავაც რომ მომიდუღო ისიც განსხვავებული იქნება ჩემთვის პირადად. არა, უცებ ისეთი რა, კაი ერთი პროდუქტი მაქვს და გეტყვი რატო ეს ეხა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზეითუნის ზეთია და ეს ბალზამიკო რა. კაი ავოკადო მაქვს, დავასხათ ეს ზეთი და ძველი გემრიელი პური მაქვს. გიყვარს სახში ყოფნა? მე ვაფრენ, მე ძალიან დამისავარ. აი რა გიქმნის სახში კომფორტი? ყველაფერი. აი იმიტომ მოვაწყე ეს სახში, რომ ყველაზე კომფორტულად სახში ვარ. ყველაფერი მაქვს. აი როგორ ყველაფერი მაქვს, რაც მინდა, ისეთი რაც მიყვარს რა. აი თუნდაც პროდუქტები, რაღაც პროდუქტები აუცილებლად უნდა მქონდეს, აი ზეთი, რაღაც ესეთი ისენი. აი კიტრი უნდა მქონდეს სახში აუცილებლად, აი შავი პური, აი რაღაც ჩემი ისენი, მაგრამ მე ვიღაცა ამ პროდუქტებს შენ თქმაზე. ყოველთვის. ვიცი რომ ძალიან ყავს ბაზარში სიარული. ხო, ბაზარში სიარული ნამდვილად ძალიან იყოს ყველა ქვეყანაში. სადაც ჩავდივარ. პირველი აუცილებლად მივდივარ ბაზარში. იმიტომ რომ იქ ხვდები იქაურ სულს, ამბავს და მთელ აი როგორც განწყობებიც იმ ქვეყანაზე გიჩნდება. ეხლა ძალიან საინტერესო პროექტი გავაკეთეთ, ეხლა მეორე სეზონი უნდა დავიწყო. ეს არის Tasty Georgia YouTube channel-ზე. მოვიარე რაღაც საქართველოს ნაწილი, რასაკვირველია, ჩვენ ისეთი პატარა, მაგრამ ამავდროულად დიდი ქვეყანა, ბევრი საინტერესო ამბავია, რომ ერთ სეზონში ვერ ჩავატარებ. ხო და მაგალითად ვიყავი ზესტაფონის ბაზარში, იმიტომ რომ ზესტაფონის ბაზარი ერთ-ერთი თავარია დასავლეთ საქართველოს ბაზრების ჰაბია, ასე ვთქვათ რა, იქიდან მოდის აქეთ მერე ყველა ის პროდუქტი, რომელიც ჩვენ ძალიან გვყავს, იქაური მწვანილი და ასე შემდეგ. აი ხა მაგალითად ზესტაფონის ბაზარში ერთი საოცარი ქალი დგას, რომლის ტელეფონიც მაქვს უკვე და ურეკავს, შენც მოგიყრი მაგას სუნელს. ეგეთი სუნელი არ ვიცი რა. რა სუნელებია? მიქსებს აკეთებს საცივის ხარჩოს, და აი ძალიან საინტერესო. ეს ბაზრის სიყვარული, ანუ ბავშვობიდან დაყვებოდი ბებიას და დედას თუ დედა ჩემი არ დადიოდა. დედა ჩემი ძალიან პატარა იყო, მე რო გავჭდი. მამა ჩემი რო პროდუქტს მოიტანდა სახში, მსგავს პროდუქტს ვერავინ ვერ იყიდა. და აი